აი ღვინოს აკეთებ? არა, ღვინოს ვამე ძირითადად. მაგასაც ამბავი უნდა და ცოდნა უნდა. დალევას ღვინოს ყველას სვავს, მაგრამ მადლს რამდენად აყოლებს. ხო, რას სვავს ერთია და რამდენად მადლს აყოლებს ამ ღვინოს მე. ერთ-ერთი ბრენდი უნდა იყოს საქართველოში, რომ ღვინის სამშობლოს რო ვიძახდე ეგ არ ყოფნის მარტო, რომ ნატო სუფთა ღვინო უნდა იყოს და მაინც ჩემთვის ეს პრობლემა არის. ეს ადამიანები სვამენ და ჯანმრთელობის თვალსაზრისით ცალკეა და მე სტუმრის. კი ბატონო. ამბავი რომ მოდის ადამიანმა უნდა დალიოს რა. ღვინო თუმცა ბევრიდან გამოსვლოდა, მაგრამ მაინც რჩება პრობლემა და ჩვენ ქვეყნისთვის სავიჯდო ბარათი უნდა იყოს. ეს არ შველის მარტო რომ ვიდა ჩემი საბაც აკეთებს, რომ ყველა გამლილზე უნდა იყოს. კი ბატონო. დავიწყოთ მგონი. მოგესალმებით, ვაგზელებთ ჩვენს პოდკასტებს. ტრადიციულად რა თქმა უნდა, წარმოგიდგენთ ვასილ მაღლაფერიძე და მე გიორგი გვიმრაძე და ჩვენი სტუმარია, ჩვენი მეგობარი ლუკა ხვაია. ლუკა, გამარჯობა. სალამი. პირველ რიგში რა თქმა უნდა, გილოცავ, იმიტომ ისედაც მომილოცია რა თქმა, მაგრამ ეხლა ხალხმა ვინც არ იცის თქვა და გვიყურებს დღევანდელ ჩვენს პოდკასტს უყურებს, ვეთყვი რომ ლუკა ხვაია დაინიშნა პრეზიდენტის მრჩევლად საგარეო ურთიერთობების საკითხებში. და გილოცავ შენ და მომწონს ეს გადაწყვეტილება იმ შენი ესე ვთქვათ გამოცდილებიდან რომ მე აღარ ხო მე რო აღარ იმასაკეთებ კი ბატონო გამოცდილებიდან გამომდინარე და იმ საქმიდან გამომდინარე რასაც აკეთებდი მომწონს პრეზიდენტის ეს გადაწყვეტილება და ვეთანხმები ასე ვთქვათ მოგლით კარგი ხა ეს ესე ვთქვათ წინა შესავალი და მოლოცვა რაც მართლა გულწრფელია და არ გჭირდება შენ ხარ ჩვენ ლეგიტიმაცია მივეცით ჩვენ ლეგიტიმაცია მივეცით და მაქვს კი ბატონო ლეგიტიმაცია მივეცით პრეზიდენტსაც და მე მის გადაწყვეტილებას ხა დღეს ლეგიტიმაციის გარეშე ხო ეს ლეგიტიმაციის გარეშე ისეთი ამბავია რა თქმა უნდა ჩვენი საუბარი მოდი ესე გავაკეთოთ ხო რომ ერთი რომ მნიშვნელოვანია ის თუ რა ხდება გლობალურ სამყაროში და რასაც პირობითად შენ დღეს აქ ჩვენთან ერთად განიხილავ, ჩვენ ჩავთვლით, რომ იგივეს განიხილავ პრეზიდენტთან შეიძლება უფრო რაღაცა დეტალებში მიდიხართ და ღრმად, მაგრამ ნუ ყოველ შემთხვევაში საჯაროდ რისი თქმაც არის შესაძლებელი ჩვენ საგარეო პოლიტიკაზე, იმაზე ვისაუბრებთ, ესე ვთქვათ რა. კი ბატონო. ხო. სიამოვნებით. პირველ რიგში ალბათ ყველაზე მნიშვნელოვანი რაც ჩვენს გარშემო ხდება და რაზეც ალბათ შეგვიძლია ყურადღების გამახვილება, ეს არის უკრაინა და რუსეთის ომი და ბოლო პერიოდში მიმდინარე პროცესი, რომელიც ზოგიერთი მაგალითად ისეთი შემფასებელიც არის ამ მოლაპარაკებების პროცესში, რომელიც ამბობს, რომ მოლაპარაკებები გარკვეული თვალსაზრისით, ჩიხში არ არის შესული, მაგრამ რაღაცნაირად რაღაც პრობლემას უკვე შეეჯახა. აღსრულების პრობლემას მაგალითად თუნდაც იმ 30 დღიანი ცეცხლის შეწყვეტის საკითხთან მიმართებაში, ხო? და თავარ კითხვად ალბათ მაინც ჩდება, რომ რამდენად რეალისტურია შეთანხმება და თუ არ არის, თუ შეუძლებელია მხარეთა დაყოლება, თქვათ, თუნდაც ესეთ მარტივ რამეზე, როგორც ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება, ენერგო ინფრასტრუქტურაზე, ხო? ანუ სხვა ხო არ იყო, ხო არ იყო სრული ცეცხლის შეწყვეტა საუბარი, იყო რაღაც გარკვეულ ინფრასტრუქტურაზე. შავი ორი მიმართულება. ენერგო, ხო, ენერგო და სამოქალაქო ინფრასტრუქტურა და ამასთან ერთად შავი ზღვის თემა. შავი ზღვის თემა კიდე ცოტა ცალკეა, თლად ცეცხლის შეწყვეტას არ უკავშირდება, ის იყო ხორბლის, ასე ვთქვათ, სასურსათო პროდუქციის გატანისთან დაკავშირებული საკითხი იყო, რომელიც არსებობდა, მე შეწყდა და მე ხა ვთქვათ განახლებაზე იყო საუბარი. მაგრამ აქაც პირობები იყო წამოყენებული რუსეთის მხრიდან რა პირობების შემთხვევაში შეიძლება. მე მგონია ჩაგიკითხოთ, ეს თითქოს მუშაობს, ხო კი აი თითქოს ენერგო არ დაუბომბა. აი როგორ არის, როგორც კი შეთანხმდენი მეორე დღეს იყო სუჯის. იყო დიდი დამო, მაგრამ ენერგოზე ხო არ იყო? არა, სუჯის გაზსადენის აი კოლექტორის დაბომბვა ზუსტად მეორე დღეს მოხდა თუ იმავე დღეს თუ არა თუ რაღაც ასე შემდეგ და მერე კიდე ანუ ჰოსპიტალი იყო, სამხედრო ჰოსპიტალი იყო თითქოს დაბომბილი, მაგრამ უკრაინის მხარე ამბობს, რომ ეს რაღაცა სამოქალაქო ობიექტი იყო და ასე შემდეგ. მოკლედ, რაღაც ბოლომდე არ სრულდება ეს მომენტი და არის ესეთ შეფასება, რომ ტრამპი აი თავისი პოლიტიკის პირველ პრობლემებს უკვე შეეჯახა, ხო? უკმაყოფილოა ეს. ხო, უკმაყოფილების საკითხი.
როგორ არის ამბავი? ესე იგი, ყველაზე საინტერესო ამ სამშვიდობო მოლაპარაკებების გარშემო არის ვიტკოფის მოსმენა, იმიტომ რომ რა თქმა უნდა, ძალიან საინტერესოა. მაგარი ვიტკოფი არის ადამიანი, რომელიც ავანგარდში დგას ამ სამშვიდობო მოლაპარაკებების. მას ჰქონდა ტაკერ კალსონთან ინტერვიუ და წინასწარ დაანონსა, პრინციპში რაც ჩვენ რამდენიმე დღეში გავიგეთ უკვე, რომ ორი მიმართულებით მიდიოდა მუშაობა, ერთი იყო რა თქმა უნდა ინფრასტრუქტურაზე ცეცხლის შეწყვეტა და მეორე შავ ზღვაში გარკვეული შეთანხმების მიღწევა, რომ ეს კომერციული გადაზიდვები ყოფილიყო გამხდარიყო უსაფრთხო. მაგრამ მაშინვე გამოიკვეთა მთავარი ფუნდამენტური წინააღმდეგობა, რაც არსებობს ამერიკისა და რუსეთის ინტერესებს შორის. ამერიკისთვის პრიორიტეტია ჯერ მიიღწეს ცეცხლის შეწყვეტა, ყველა მიმართულებით საყოველთაო ცეცხლის შეწყვეტა და მხოლოდ ამის შემდეგ დაიწყოს სერიოზული დიალოგები ყველა სხვადასხვა მიმართულებით. აი რუსეთისთვის პირიქით არის, ჯერ უნდა მიიღოს გარკვეული პოლიტიკური გარანტიები და ამის შემდეგ უკვე შესაძლებელია საუბარი ამ საყოველთაო ცეცხლის შეწყვეტის გადაწყვეტილებაზე, ხო? მაგრამ აქ საინტერესოა საით მიდის საერთოდ პროცესი რა. ბევრი ვინც ამ პროცესებს აკვირდება და კომპეტენტური ამ საკითხში ამბობს, რომ საბოლოოდ რაც რუსეთს სურს, რომ აი რაღაცა საბოლოო მიზანი რაც აქვს, ხო? ამ მოლაპარაკებებს არის 2022 წლის სტამბული პლუსის შეთავაზება, რაც რუსეთმა გააკეთა. იქ იყო დაახლოებით 5 მთავარი მოთხოვნა ჩამოყალიბებული და ამ 5 მოთხოვნიდან ამ ეტაპზე დაკმაყოფილებულია მხოლოდ პირველი. ეს არის ის, რომ ცალსახად ტრამპის ადმინისტრაციამ უარი თქვა, რომ უკრაინა ნატოში ინტეგრაციის საერთოდ ეს საკითხი ოდესმე განიხილებოდა. ამაზე უარია ნათქვამი და ყველაფერი გარკვეული აქვს. სასაუბრო არაფერი აღარ არის, მაგრამ კითხვის ნიშნის ქვეშ რჩება 20+1 ოლქის საკითხი, სადაც გასაგებია, რომ ლუგანსკში ახლა 99%-ია თითქმის აღებული, მაგრამ დანარჩენი 3 ოლქი ეს ყირიმის გარდა რაც რჩება, ხო? იქ არის 70-75% აღებული რუსეთის მხრიდან და როგორ უნდა მოხდეს ამ ტერიტორიებზე შეთანხმება, ამაზე საუბარი არ მიდის. აი ვიტკოფმა ზუსტად მნიშვნელოვანი ის არის, რომ რუსეთისთვის ეს მისი ტერიტორიები კონსტიტუციაში უწერია. იმ საზღვრებში, რაც აქვს ადმინისტრაციული საზღვარი. კი ბატონო, და ეს არის პრობლემა, როგორ უნდა გადაწყვეტოს და ვიტკოფმა თვითონ მიღწეულია, ხო შეთანხმება? ყირიმზე ნუ მე უკვე არც ერთი მხარე არ განიხილავს ამ საკითხს. მან მიღწეული არის ნატო და ყირიმი. ნატო და ყირიმი. ნუ ესე პირდაპირ არ ამბობენ, მაგრამ ერთ მნიშვნელოვნად რაც ნათქვამი. მაგრამ მათ პრობლემური ნაწილი არის, რაც იყო აი სტამბული პლუსის შეთანხმებაში ჩადებული შემდეგი პუნქტი იყო დემილიტარიზაცია. ოღონდ აქ არ იგულისხმებოდა მთლიანად უკრაინის დემილიტარიზაცია, აქ იგულისხმობდა გარკვეული ლიმიტების და კვოტების დაწესება. აი მაგალითად ჯავშან ტექნიკაზე და ასევე სამხედროებზე იყო ჩანაწერი ესეთი გაკეთებული, რომ 50000-დან 85000-მდე სამხედრო სკოლის უფლება ექნებოდა უკრაინას. რაზეც რა თქმა უნდა, ეხა ამჟამინდელი ბართულობა პოლიტიკური ელიტა ვინც არის უკრაინაში, ამაზე არ დათანხმდება და ასევე არ დათანხმდება შემდეგი პუნქტი რაც იყო დენაციფიკაცია. ოღონდ ამაშიც კონკრეტული რაღაც იგულისხმობდა ზოგადი დენაციფიკაცია არა და ეს რეჟიმის ცვლილება პირდაპირ არ იყო შეთანხმებაში ჩადებული, იყო რომ რუსულ ენაზე აკრძალვები რაც არის და მართლმადიდებულ ეკლესიაზე უნდა გავქნეს. აი ეს ორი პუნქტი იყო ჩადებული. შესაბამისად სიმბოლიკის საკითხი. და სიმბოლიკის საკითხი. კი ბატონო. და შესაბამისად ეს საკითხები არის ის, რაზეც დღესდღეობით მიდის აქტიური მუშაობა. მაგრამ აქ საინტერესო არის კიდევ ერთი ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორი. ეს შეიარაღება და სადაზვერო ინფორმაცია რა დღეს აღდგენილია და ამერიკის მხრიდან უკრაინას მიეწოდება, ეს შეიარაღება არის ის რეზერვები, რომელიც ბაიდენმა გამოყო, სანამ ნუ თავის მმართველობას დაასრულა. ახალი ტრანში არ დამტკიცებულა, არც განხილულა, არც კონგრესშიც არ დგნილა რაიმე პაკეტი, ხო? საინტერესოა, აი ეს რეზერვები რო ამოიწურება, ამის შემდეგ რა ნაბიჯს გადადგავს ტრამპი. ანუ გააკეთებს იმას, რომ დაუშვათ შეწყდება შეიარაღება უბრალოდ თუ თავისი პრინციპების და გაცხადებული გარკვეული პოზიციების წინააღმდეგ წავა და მაინც შეიტანს კონგრესში განაცხადს და ნუ შეიცდება რომ ახალი ტრანში დაამტკიცოს. თან რაღაცა 30 აპრილია რაღაცა თარიღი ნათქვამი ხო ტრამპისთვის, როგორც მახსოვს, იმიტომ რომ რაღაცა 30 აპრილამდე უნდა რაღაც გარკვეული შედეგების მიღწევა, ხო? ხო, რა ძალიან რთული იქნება. ეხლა ამ გადმოსახედიდან მე მგონია რომ რაც ჩემ დასაწყისში აღწერე, ჩიხურია მდგომარეობა, იმიტომ რომ რუსეთს აქვს ძალიან უპირატესი მდგომარეობა ფრონტზე და აი ამ უპირატეს მდგომარეობას იყენებს მოლაპარაკებების მაგიდასთან და ის ყველა მომენტში ჩანს. და ხშირად საუბრობენ იმაზე, რომ ტრამპს აქვს რაღაც გარკვეული ზეწოლის ინსტრუმენტები. მე ერთი ვიცი ეგეთი ინსტრუმენტი, ეს არის უკრაინისთვის შეიარაღების და სადაზვერო ინფორმაციის მიწოდება, რითაც უკრაინა დაჯდა მოლაპარაკების მაგიდასთან. აი ზუსტად იმ მომენტში, როცა შეუწყვიტა ეს რამდენიმე დღიანი პაუზა იყო, ამ დროს დაიწყო, ესე ვთქვათ, ეს ტარიფები
როცა ამობს ნავთობი და სანქციები და ტარიფებით რუსეთის გაოცება და წარმოუდგენელი ამ ეტაპზე. იმიტომ რომ ყოველ გამოსვლაზე ამას ამბობს ხო პრეზიდენტი რუსეთის პუტინი რომ ეს რამდენი ათასი არის 25000 და 28000-ზე მეტი სანქციაა დაწესებული და ეხლა ამით გაკვირვება და რაღაცა დარტყმის მინიჭება რუსეთის იყო იქ ნავთობზე შეიძლება იკითხე ისეთი თემა ნავთობზე არის იქ თემა რომ პირობითად შეიძლება პრობლემა შეექმნას მათ შორის ჩინურ და ინდურ კომპანიებს ამ ნავთობის შესყიდვასთან მიმართებაში ხო ანუ ეგეც შეუძლია რომ გააკეთოს მაგრამ იქიდან გამომდინარე თუ რამდენად აი გახსოვს შენც ქონდა ამაზე ერთი ვიდეო რამდენად სერიოზულად მუშაობს რუსეთის ჩრდილოვანი ფლოტი ნავთობის გატანასთან დაკავშირებით და კომპანიები რომლებიც უკვე ამ სანქციების გვერდისავლის ახორციელებენ თუნდაც აი ამ თქვათ ბუნებრივი რესურსების ექსპორტს რომ საკმაოდ რთული იქნება ამ ინსტრუმენტის გამოყენება. ეს ისე ვიკითხე, მე რა გითხო. იმ ძალიან ბევრი რამე შეიცვალა, მაგრამ იმ თამაშის წესებით, რომელიც არსებობს სოფლიოში მოლაპარაკებების კუთხით. რითიც დაიწყო ეს თემა თვითონ და ვივარაუდოთ მე თამაშის წესებიდან თამაშის წესები კი არ არსებული ვითარებიდან გამომდინარე რომ მას წინ უძღვის ძალიან სერიოზული მოლაპარაკება ესე ვთქვათ წყალქვეშა თუ იატაკქვეშა თუ როგორც ხდება რა გვერდზე ოთახს მოლაპარაკება სადაც როგორც მოხდა რა ხოლმე ძირითადი პარამეტრები უკვე შემდგარი ხარ ტრამპი და ოპტიმისტური განცხადებები კეთდებოდა და კეთილგანწყობილი მათ რო ძირითადად არ დაენახათ ეს ყველაფერი ისე არ დაიწყებოდა მე არ გონია მარტო ეს ეხლა მე რა ის ახსენე სწორად რომ სტამბოლის ხელშეკრულება აი დაუბრუნდეთ სტამბოლის ხელშეკრულება საბაზისო მაინც ეს არის ყველასთვის რატომ იმიტომ რომ ეს იყო მისაღები მაშინ რუსეთისათვის უბრალოდ 100% იყო თუ არა მისაღები იყო უკრაინისთვის იმდენად რამდენადაც ესე დათანხმებადი იყო თუ აიძულეს მოაწერა ხელი უბრალოდ სტამბოლიდან შემდგარი იყო ეხლა თქვი იქ არის ხოდა ესმინა კითხვა რაში მდგომარეობს რამდენად ერთმანეთის სტოლფარდი არიან იქ ეს ხუთი პუნქტი მაგალითად ნატო რაც ჟღერს ალბათ ამის გარეშე არც დაიწყებოდა და ალბათ მანამდეც იყო რომ ნატო გადადებული არ არის ყირიმი გადადებული არ არის მე პირადად მე დონბასის და იმ საკითხს და ლუგანსკის საკითხი არ არის თქვა ისეთი მტკივნეული და შეიძლება ამ კუთხეშიც განვიხილოთ რომ ამ რაღაც თითქოს პაუზა აღებული რომ რუსეთი უფრო თქვა წინ წაიწიოს ამ თემაში ეხლა რაც შეეხება დენაციფიკაციას ეს რამდენად მნიშვნელოვანი ფაქტია განგრძობიდობის თვალსაზრისით, იმიტომ რომ თუ აქ ხელისუფლების ცვლილება მოხდა, არჩევნები მოხდა და რაღაცა მოხდა, შეიძლება მან უფრო რბილი პოლიტიკა წავიდეს მესამეჩვენება და თავისთავად გადაწყდეს და რა არის ესეთი მოუგვარებელი საკითხი, თქვენ უფრო პესიმისტურად ხართ, რაც თქვათ ტრამპს აი აპრილის ბოლოსთვის არ მიცეს რომ ძირითადი ჩარჩო ის გამოიკვეთოს რა არის დენაციფიკაციაზე შეუთანხმებელი არაფერი არ არის თავარი არის მეხუთე პუნქტი არ გვიხსენებია ჩვენ მეხუთე პუნქტი არის სანქციების მოსტანა და ახალი უსაფრთხოების არქიტექტურის აი ეს არის პრობლემა აი ეგეც უკვე შემდეგია რატო კიდე გითხო რომ ეს პირველები თუ გადაიჭრა მან უკვე სამუშაო სიტუაცია იმიტომ რომ ნათელია რომ ქვეყანაში სოფლიოში არის ახალი ვითარება და უნდა შეიქმნას ახლა ამიტომ თავარი რისკი ისეთი რა არის რომ აი რა მე მგონია რომ აი პირობითად რო ხალხი აპრილის ბოლო იქნება თუ 5 მაისი თუ რაღაცა ისეთი მოუგვარებელი პრობლემაა მანდ არ არის მეტიც რომ თითქოს ამ ხარეებს ეს არ ქონოდათ მოხაზული და ისე დაეწყოთ ლაპარაკი ყველაფერი ნათელი ძირითადი არის მან მე შემოვიტან მან ნატო არის ძალიან მნიშვნელოვანი დისონანს მე შემოვიტან მან რომ ანუ ჩემი აზრით არ არის დენაციფიკაციის საკითხი ეგეთი მარტივად მოგვარებადი და რატო არ არის არა იმიტომ რომ რუსეთი და ამერიკა ვერ შეთანხმდება მაგაზე პირიქით რუსეთი და ამერიკა ეხლა უკვე თანხმდება მაგ თემაზე რამდენადაც ვიცი იმიტომ რომ რაღაც ინფორმაციებიდან გულისხმობ თამაში ხო ვიტყვი ახლა უბრალოდ მეტიც არსებობს ესეთი მოსაზრება სხვათა შორის არესტოვიჩის ინტერვიუს უსმენდი რომ ევროპაც ეთანხმება დენაციფიკაციის იდეას. რას გულისხმობს ეს ამბავი? ანუ პირველი ეს არის რაღაცა ეს გარკვეული სიმბოლიკის თემა, ნეონაცისტური სიმბოლიკის თემა, რასაც რუსეთი იმუშება, რუსული ენის აკრძალვა, რუსული ეკლესიის აკრძალვა. ხო და რატო არ რთული? რთული იმიტომ არის რომ აი ეს ჯგუფები უკრაინისთვის არის ეს რთული და არა სხვებისთვის. უკრაინისთვის რთული იმ ამბავშია რომ ის ჯგუფები, ის შეიარაღებული ჯგუფები, რომელიც ძირითადად ამ ბაზისზე დგანან, აი ამ ნაციონალისტურ ბაზისზე დგანან, ეს არის ყველაზე მებრძოლი
და მათ შორის ეს არის ჯგუფები, რომელსაც შეუძლია ხელისუფლების წინააღმდეგ წასვლა და სამოქალაქო ომის დაწყება ამ ნიადაგზე. რაც პრობლემას უქმნის ადგილობრივ ხელისუფლებას შევიდეს სწორედ ამ თემის განხილვაში. ანუ ეს ნიშნავს, რომ შიგნით იმ ტიპებს უნდა დაუპირისპირდე, ვისაც ძალიან დიდი ძალაუფლება აქვს მაიდანის შემდეგ. ანუ ეს არის უმცირესობა, რეალურად რო აიღო მთელს უკრაინულ საზოგადოებაში, ეს არის უმცირესობა, მაგრამ ეს არის ძალიან აქტიური და კარგად შეიარაღებული უმცირესობა, რომელსაც შეუძლია ძალიან სერიოზული პრობლემები შექმნას ადგილზე. ლუკას აზიზმაიტელი შეგამათები. ეს იყო ყველაზე აქტიური გეთახმები და ახლაც არის. არა, როგორ არ არის, მაგრამ იყოს რატო ნახები აქცია? იმიტომ რომ საიწყებოდა ეს კონფლიქტი და ეს თემა იწყებოდა, ეს იყო მართლაც გასახედროებული და ძლიერი და აქტიური და ლიდერი და პროცესების წარმმართველი, მაგრამ ამ 3 წლის ომის განმავლობაში და ეს არის უმძიმესი ომი არის გაზრდილი, ახლა ჩვენ რო ვამბობთ ეს წინა ომი რაც იყო, ხო, ეს მსოფლიო ომი თავის მასშტაბით თან არ ჩამორჩება ადამიანებისთვის. ეს არ არის ლოკალური ომი, ერთთვიანი ომი, ორთვიანი, ეს უსერიოზულესი ომია. რომელმაც გაიარა ძალიან ბევრი ადამიანის და ძალიან ბევრი ოჯახის გისერზე, ამასობაში გამოიზარდა მებრძოლთა მთელი ახალი არმია, ეს არის ურთულესი პროცესი დამერწმუნა, ეს თვითონ ამ ადამიანების ადაპტირება და ესენი უკვე თუ მანამდე პირობითად თქვათ ის რომ თქვათ გაიწვიეს ის 3 წლის წინ და რაღაცა რო იყო, 3 წლის შემდეგ ესეც ესეთივე მომზადებულია, ესეთივე შეერაღებულია, ესეთივე თავის პრობლემებით არის და ეხლა მათთვის რაზე ვლაპარაკობთ ჩვენ ახლა რუსული ენა რომელიც ჩვენც უყურებთ ხა გინდა თუ არა, მაინც მშობლიურია, არამშობლიურია, ხა მე მათ განხილვაში არ შევალ, მაგრამ მათი გამოყენება პირველადი ენა არის, ეხლა ეს დიდი ნაწილისთვის ეს ორჯერ ერთხელ გადა დასავლეთი რეგიონებისა. მე მცხოვრია უკრაინაში და ხო და ეს იწვევს ზუსტად ამბავს რა, ანუ დასავლეთისა და აღმოსავლეთის დაპირისპირება დღემდე ცოცხალია. ეს საბოლოო ჯამში ჩვენ ეს როგორი სიტუაცია იცი რომ ხა უკრაინაში შენ აკრძალო რუსული ენის გამოყენება, ხო ხედავ აგერ არის აკრძალულია და ეგ ვერ აკრძალეს. რაინა ხა სულ თავი დავანებოთ, რაინაზე საუბრობს არესტოვიჩი და რაინაზე საუბრობდა ომი რო დაიწყო, ხო? არესტოვიჩი კი რაინაზე საუბრობდნენ აზოვის ბატალიონის წევრები. და გორდონი რაინაზე საუბრობდა და პოლიტიკური ელიტაც კაბინეტებში. ენის პრობლემა მანდ არ არის. არც ეკლები, ამიტომ აი როგორ ყო და არც ეკლის ის პრობლემა. მე მგონია რომ იქ რაღაც მანდ ხელისუფლების ცვლასთან ერთად ხელისუფლების ეს არის პრობლემა. ცვლასთან ერთად. აი ეს არის მე მგონი აქ მინდა რომ მივიდე, იმიტომ რომ ნუ მანდ ხო ხედავ მაშინ როცა მოვიდა ზელენსკი, სულ სხვა ნოტაზე მოვიდა, შემდეგ შეატრიალა პოლიტიკა და წაიყვანა ქვეყანა იქ. თუ მოვა პრეზიდენტი, რომელიც ერთი აქტით იტყვის რომ ჩვენ ახლა იქ არ ღვევდით და ახლა მოდი ვილაპარაკოთ ყველა რაინაზე გვინდა, ნუ რა ვიცაც რა უნდა იმენაზე ილაპარაკებს. ეს ძალიან ემოციური საკითხია, მაგრამ არ არის პრაქტიკული საკითხი ისეთი, რომ მაგაზე და ეხა მსოფლიო გადაწყვეტატი. მსოფლიო კონფლიქტს ამის გამო არ გააგრძელებს. მე რატო ვიდა და მინდა ერთი ეს კითხო და მეორე ინტერესები. ესე იგი, რუსეთის ინტერესები დავინახეთ. ამერიკის ინტერესები დავინახეთ, მაგრამ ხა ეს არის და ევროპას ხელს წამოუკრავთ ვის არ იყოს, ხო? ევროპის ინტერესები როგორ იქნება? ნუ ასია, ისია ერთიანი, არ არის ერთიანი, როგორ რაში მდგომარეობს ევროპის ინტერესები? მე მეგეთყვი რაც ამით კიდე რაღაცა მინდა მას დაკავშირებით გითხრა. პირველ რიგში რას თქვით, აი ეს აზოვის ბატალიონებზე და რაც იყო რადიკალური იდეოლოგიზირებული ბატალიონები გეთანხმებით, გამოფიტულია, ის მდგომარეობა არ არის, რაც დასაწყისში იყო, თუმცა ეს ფაქტორი რჩება, ამას შიდა თავად უკრაინის პოლიტიკოსებიც აღიარებენ, რომ ხელშეკრულება, რომელიც მზადდებოდა თუნდაც სტამბოლის, არა მხოლოდ ბრიტანეთმა ჩაშალა, არამედ შიგნიდანაც იყო წნეხი, რომ ამაზე ხელი არ მოეწერეთ, ანუ ეს ფაქტორი მაინც არის ანგარიშგასაწევია. მაგრამ საინტერესო არის თავარი რისკი რა არის აი ამ შეთანხმების და საიდან მოდის საბოტაჟის მცდელობები რა და ეს არის თქვენ რაც ახსენეთ გარკვეული ძალები ევროპაში ფიქრობენ რომ ამ ძალთა ბალანსის შეცვლა ჯერ კიდევ შესაძლებელია არ აღიქვამენ ამას როგორც წაგებულ ბრძოლად და ცდილობენ რომ აი თავიანთი ახალი ხედვებით და პოლიტიკით სტატუს კო რაც არსებობს ფრონტზე რაღაცნაირად შეცვალონ აი ამის მცდელობა იყო რომელიც როგორ დამთავრდა ეგეც უნდა ვთქვათ სტამერის და მაკრონის ინიციატივები, რომ სამხედროები შეეყვანათ ფრონტის ხაზზე. რაც არის, რა თქმა უნდა, წარმოუდგენელი იმ გადმოსახედიდან, რასაც ამბობს რუსეთს გაცხადებული პოზიცია, რომ აქ თუ ნატოს სამხედროები გამოჩნდებიან, ეს აღიქმება როგორც ომის თვისობრივად სხვა საფეხურზე გადასვლა და შესაბამის ომებს მიიღებენ. ანუ ის რომ ეხა შევფუთოთ ჩვენ მოდი ნატოს სამხედროები როგორც სამშვიდობო ძალები და შევიყვანოთ ფრონტზე, ეს არის შეუძლებელი. სხვათა შორის ეს თავად აღიარეს და ეხა ახალი იდეა აქვს
გუშინ წინ ახალი ინიციატივა დაიბადა ეს მაკრონის და სტამერის მხრიდან. ეს არის რომ არა სამშვიდობოების შეყვანა ფრონტის ხაზზე, არამედ გარკვეული ჯგუფის გაშვება, რომელიც შეისწავლის რამდენი სამხედრო უნდა შეიყვანონ მომავალში იმისათვის, რომ ომისში ეს ბალანსი რაც არსებობს შეიცვალოს. ანუ აქამდე მივედით უკვე რომ გარკვეულ ჯგუფს ემიდის საუბარი, რომელიც უბრალოდ ანალიტიკას გააკეთებს და გამოიტანს ინფორმაციას საომაოდ რა არის შესაძლებელი, მაგრამ აი ამ მომენტში რა ხდება პარალელურად ევროპაში ეს არის მგონი ყველაზე მნიშვნელოვანი. ჩვენ ხედავთ ისეშინია ევროპას და რას ელოდება და რა უნდა, აი რა კონფიგურაცია უნდა აი აქ ამბავში. ევროპას მთავარი გაცხადებული მიზანი რაც აქვს, რამდენად შესაძლებელია მაგაზე შეგვიძლია ვიმუშაოთ, ეს არის ეს ტოტალური რემილიტარიზაცია. ეს ამის ყველაზე ესეთი თვალსაჩინო მანიფესტაცია, რაც მოხდა გერმანიაში და რაც ამ დღემდე ხდება. ესე იგი, გერმანიაში იწყებენ მუშაობას, ჯერ იყო 500 მილიარდიანი პაკეტი შეიარაღების, შემდეგ უკვე დამტკიცდა და გაიზარდა ეს პაკეტი და დღეს არის 1.1 მილიარდიანი პაკეტი, საიდანაც 500 მილიარდი არის გამოყოფილი თავდაცვაზე, 500 ინფრასტრუქტურაზე, 100 მილიარდი იქიდან გამომდინარე, რომ მწვანეები ჩაერთვენ ამ კოალიციაში და სხვანაირად ვერ დამტკიცდებოდა ეს გეგმა, გამოყოფილია ეს განახლებად ენერგიებზე და დეკარბონიზაციაზე, ხო? აქ არის საინტერესო რა არის ჩადებული და რა გათვლები არსებობს აი ამ უზარმაზარი გეგმის გარშემო. ერთი რომ ამბობენ რომ ინფრასტრუქტურაზე 500 მილიარდი რაც არის გამოყოფილი, ეს გადანაწილდება 12 წელზე. მაგრამ აი ეს მეორე 500 მილიარდი რაც არის თავდაცვაზე, აქ არის საუბარი იმაზე, რომ 3 წელში ამოიწურება პირველი ეს გამოყოფილი დიდი კაპიტალი, ეს ფინანსები რაც იქნება ლოკალიზებული და შემდეგ 3 წელში მოხდება ამის გაორმაგება. ანუ ის რომ კონსტიტუციიდან ეს კეფი ლიმიტი მოეხსნა თავდაცვის შეიარაღებაზე იყო 1.77%-ზე მეტის დახარჯვა, გერმანიას არ შეეძლო თავი GDP-ს და მიმართებაში თავდაცვაზე. ეს ლიმიტი აღარ არსებობს. ანუ ნებისმიერი რაოდენობით შეუძლია ვალის აღება და თავდაცვის დაფინანსება. გერმანია ფაქტობრივად გამოვიდა ის მეორე მსოფლიო ომის გამოსული, ოფიციალურად გამოსული. ჩარჩოები და შეზღუდვებიდან 80 წელია უბრალოდ ესეთი მილიტარიზაცია ბირთვული თემა. ზუსტად და ამაზეც საუბარი მიდის, ნუ იქ მაკროს აქ ინიციატივა როს გაფართოვდეს ეს ფრანგული ბირთვული ფოლდა, მაგრამ თქვათ მართლა ძალიან მცირე დროის ამბავია თუ მოინდომა. ხო, აი ირანი რო ხა დიდი ხანი მოუნდეს. გასაგებია ეს, მაგრამ აქ უნდა გავითვალისწინოთ გერმანიის ინდუსტრიული სიტუაცია რა მდგომარეობაშია და ასევე დახურულია ყველანაირი ბირთვული ენერგიის ლოკაციები, ხო, ეს ინფრასტრუქტურა აღარ არსებობს უბრალოდ, არ იქნება ესეთი მარტივი. მაგრამ თავარი ის არის, რომ ერთი მხრივ ხედავთ აი ამ რეინდუსტრიალიზაციის ძალიან მკაფიო ტენდენციას, რომელიც მარტო გერმანიაში არ არის. რო გადავხედოთ ბოლო 5 წელში რას მოხდა, პოლონეთში არის გაორმაგებული თავდაცვაზე გამოყოფილი ხარჯები, რომელიც 4%-ს გაცდა, ევროპაში ყველაზე მეტ თავდაცვაზე პოლონეთი ხარჯავს, ასევე აი ეს ერთგვარი ნეიტრალური ზონა რაც იყო ჩვენ წარმოდგენაში, ხო, ეს სკანდინავია, ფინეთი, უნდა ვნახოთ, რომ დანიაში და ფინეთში გაორმაგებულია ბოლო 5 წელში თავდაცვაზე გამოყოფილი ხარჯები. შესაბამისად, ეს არის ზოგადი ტენდენცია, რაც ევროპაში ხდება. ამის პარალელურად მეორე ხაზია საინტერესო, რომ შევოსოთ სურათი რა ხდება. ესე იგი, ამას დაარქვეს უკვე ჯორჯესკუიზაციას ეძახიან, რომ ერთი იყო, ნახეთ, რომ უბრალოდ ადამიანი, რომელს კანდიდატურა ჩახსნეს და ყველა საუბრობდა იმაზე, რომ აი ევროპაში რა ტენდენცია დაიწყო, დემოკრატიაზე, თავისუფალ სიტყვაზე თავდასხმა და რაღაც ეხა ხვდებით, რომ ეს ყოველდღიურობა გახდა. ყოველდღიურობა გახდა გუში, რაც მოხდა საფრანგეთში, ნახეთ. ლეპენს უბრალოდ აიგზალა არჩევნებში მონაწილეობის მიღება, იქ არის საუბარი, რომ შეეფარდოს გარკვეული ვადით ასევე პატიმრობა და ნუ ფინანსურ ჯარიმაზეა საუბარი. აქ ეხა მთავარი არის ეს მომენტი, რაც ხდება რეალურად ამ შეზღუდვების დაწესება, მაგრამ თავად ლეპენისთვის ეს პრობლემა არ არის, ესეც ახსნათ ბარემ, რომ ლეპენი არც განიხილავდა, რომ შემდეგ არჩევნებზე თავად მიიღებდა მონაწილეობას, მას ყავს ძალიან სერიოზული მემკვიდრე, ეს არის ჯოზეფ ბარდელა, რომელიც მიიღებს მონაწილეობისთვის საჩუქარი არის. რა თქმა უნდა, ზუსტად. პირველი საჩუქარი გაუკეთეს ის, რომ ეს მუხტი უფრო აგორდება, კონსოლიდაცია მოხდება ძალების და ბარდელას კიდევ უფრო გაუმარტივდება ის, რასაც ჩემი აზრით ისედაც მიაღწევდა და ძალიან სერიოზულ შედეგს დადებს არჩევნებზე. და ამის პარალელურად რა ხდება? ხედავთ ესტონეთში ასევე, ნუ ეს კალასი საიდანაც არის ხო დანიშნული, რომ აკრძალვა ეხებათ რუსეთს ეგრეთ წოდებულ უმცირესობას, ისინი არჩევნებში ვეღარ მიიღებენ მონაწილეობას. ეს იყო ერთ-ერთი ეს ასეთი მიზეზების გამო დაიწყო ის რაც ხდება. ესტონეთში ეთნიკურ რუსებს აეკრძალათ არჩევნებში მონაწილეობა. აქამდე ქონდათ? ესტონეთში კი. ლიტვაში არ ქონდა. არა, ესტონეთში დიდ ნაწილს არ ქონდა. ეს აი მოქალაქეობა რო ხო, ეგ ლიტვა. ეგ ლიტვა არის, ლიტვაში არ ქონდა. ესტონეთში მოქალაქეობა არ ქონდა წართ.
ლიტვაში არ აქვს დღემდე მოქალაქეობა. სადღაც 80-85,000 ადამიანია საუბარი მგონი როგორც ვიცი, ხო? ვისაც უკვე შეეზღუდება არჩევნებში მონაწილეობის. ლატვიაში არ ვარ. ლატვიაში უფრო ინტეგრირებულები არიან. ინტეგრირება და იგებდა და რუსი. კი. ხო, ეს რო აქვს, ეს არის საყოველთაოდ. ანუ ერთი მხრივ გვაქვს შეიარაღება, მასობრივი შეიარაღება, მეორე მხრივ გვაქვს იმ ანტისისტემური ძალების, რაც, მემარჯვენე ძალებია, ეს არის ხა ევროპის რეალობა, ამ ძალების ტოტალური დისკრედიტაცია და გაჩუმების მცდელობა. და ეს ყველაფერი რატო ხდება? ეს ორი ტენდენცია ხდება, იმიტომ რომ ყველა ვინც ამ საკითხებში ერკვევა საუბრობს იმაზე, რომ დაწყებულია ევროკავშირში ერთი მხრივ კეთილდღეობის სახელმწიფოს მკვლელობა და აი ამ ფინანსების გადასროლა შეიარაღების მიმართულებით და მეორე ძალაუფლების კონსოლიდაცია ევროკავშირის ინსტიტუციების ხელში. და რა თქმა უნდა, პირველ რიგში ეს არის ევროკომისია და ურსულა ფონ დერ ლაიენი. ხო, აი მას დავდე უკრაინისგან, აი როგორ ხედავ შენ რა უნდა უკრაინასთან მიმართ, აი როგორი შედეგი დააკმაყოფილებდა. ან რატო არის თითქოს კვეთრი პოზიცია იმასაც აბრალები რომ ომის თითქოს უფრო მეტად უნდა ომის გაგრძელება მხარს უჭერს, აი რა უნდა. მე არ მგონია რომ ეს ხალხი არის იმდენად ზედაპირული ხალხი რომ ფიქრობდნენ რომ რაღაცა სტატუს-კვოს შეცვლა იქ შესაძლებელია მაშინ როდესაც ამერიკის სამხედრო და სადაზვერო ინფორმაცია ვერცვლის ამდენი წლის მანძილზე იქ ფრონტზე არსებულ მდგომარეობას არ მგონია ესეთი მიამიტები იყვნენ რომ ფიქრობდნენ რომ რაღაცა შესაძლებელია. მე ვფიქრობ აქ საერთოდ სხვა რამე ხდება. ერთ არის რომ აი იმ პროგრამებს რასაც ევროპაში გერმანიაში იმუშავებენ ჭირდება ლეგიტიმაცია, სახალხო ლეგიტიმაცია. იმისათვის რომ ეს ლეგიტიმაციები მიიღოს, შენ გჭირდება მტრის ხატის გააქტიურება. ეს რუსეთის ეს შემთხვევითი არ არის, ხო ეს მაკრონის და სტამბერის ეს აქტიური რიტორიკა ბოლო რამდენიმე თვის მანძილზე, როდესაც ამბობენ რომ რუსეთი აპირებს გაფართოებას, არ გაჩერდება უკრაინაში, მიდის სხვაგან აქვს გარკვეული ამბიციები. ეს არის ერთგვარი ლეგიტიმაცია მათი პროექტებისთვის და ძალაუფლების შენარჩუნების მექანიზმი. ალბათ აი ეს არის ის რაც დღესდღეობით ხდება ევროპაში და ერთი განზომილებაა კიდევ ჩვენ რაღაცა უკრაინას წარმოვიდგენთ ხოლმე მაინც ესე დროის უქონლობის გამო ლოკალურად გვიწევს ხოლმე განხილვა რა ხდება უშუალოდ ამერიკასა და რუსეთს შორის და რეალურად ამ მოლაპარაკებებში ასევე განიხილება სხვა საკითხებიც მათ შორის ახლო აღმოსავლეთის საკითხი რაც ყოველთვის ყურადღების მიღება შემოსატანია კი ხუთებთან რაც ხდება რა ძალიან მნიშვნელოვანი თემა არის მოდი არ გადახვიდე მაგაზე აი ევროპა და უკრაინაზე ხო ხება ესეთ ვარიანტზე შემოვიტანოთ და ვიფიქროთ. Tradițional este რომ ევროპას ვლაპარაკობს რუსეთის საფრთხეს. მაგრამ რუსეთის არსებობს, არ არსებობს, ახლა რასაკვირველი არსებობს და ამას არ ვიხილავ, მაგრამ აი შეჩერდა ომი, თქვათ, იმ პირობებით, სტამბოლის პირობები, ან სტამბოლის მაგვარით რაღაცა თქვათ, აი, რა ვიცი. საუდის არაბეთის ახალი რაღაცა ხო მოილაპარაკეს. დაახლოებით ეგეთი კონფიგურაციით. გასაგები ამერიკა თავისას მიიღებს, რუსეთი თავისას მიიღებს და ამ დროს რუსეთი აკონტროლებს თავის ტერიტორიას. ეს არის ავტორიტარული, დიქტატორული, როგორც გინდათ ისეთი ქვეყანა უწოდეთ, რომელსაც კარგად უკავია და პერსპექტივა ჯერჯერობით იმედები რომ ახლა მანდ ესე ვთქვათ, გაჭენდება და გამოჭება ქვეყანასაც არ აქვს. ეს ქვეყანა რაღაცად მორგებულია ეგეთ მართლობას. მაგრამ რჩება უკრაინა, გაგითხრათ ეს არის რომელმაც კიდევ ერთხელ დაამტკიცა რატო ეს არის მაგარი მებრძოლი ქვეყანა და მებრძოლი ქვეყანა ეს არ არის მარტო რესურსები ეს არის ფსიქიკა მეტიც მე ესე გავბედავდა ესე ვიტყვი შელომეშლება რომ ევროპაში ევროაზიურ სიტუაციაში ვინც დაამტკიცა და ჩვენ ალბათ ყველაზე მებრძოლი ხალხია მათ შორის რუსებზე მეტადაც რომელიც ტრადიციულად ომთან ასოცირდება იმიტომ რომ რესურსებიდან გამომდინარე ვაუბრობ ახლა ამ ხელა ატომურ ქვეყანას დაუდგენ არის ხან დაგეხმარენ ხან არ დაგეხმარენ და ესე დაუდგე და ბოლო ომი ამ ხელჩართულში წყდება და უყურებ ჩვენ რომ მოკლედ ტოლი არ დაუდო არსად ეს არის დაახლოებით 1.5 მილიონი ზოგი 2 მილიონი ამბობს ჯარისკაცი აი ეს რა და თქვა ომი დამთავრდა მშვიდობის გეშინოდეთ ეგარ ომის დამთავრება ძალიან ნიშნულოვანი ქვეყნებისთვის იყო ძალიან მძიმე დარტყმა იგი ამერ პოსტ ომის ფაქტორი იმიტომ რომ ჩამოდიხარ ომიდან რაღაცა შენ საქმეს ამოუწყდი შენ ამოვარდი უფრო სწორედ მოწყდი შენ ძირითად საქმეს რაღაცნაირად წარმატებული იყავი ნაკლებად წარმატებული იყავი და მიიღე ერთის ხრი ძალიან დიდი ტრაუმა და დამეწუნეთ ეს ფერი გრძელდება წლების განმავლობაში 3 წელი მიმდინარეობს ხო ჩამოვედი შენ პრეტენზია გაქვს მე ეს ცნობილია და ამიტომ არ ვიცი მე სამშობლოსთვის ვამობდი შენ აქ ამასობაში აგერ ნუ მოკლედ როგორ არის აგერ შენი მანქანა შენ მოკლედ ეს გეჩვენება კიდევ უფრო მეტად ღიზიანდები ფსიქიკა დაზიანებულია შენ დასახიჩრებული ხარ უყურებთ ანგელოზები გოგოები და ბიჭები არიან ახალგაზრდა ზოგს ფეხი არა აქვს ზოგს ხელია და ეს იარაღთან არის უკვე შენობით რო იტყვიან, სლენგი რო გამოვიყენოთ, ხო?
და შემსრულებელია და ფსიქიკაშიც არის და უყურებთ აი ამ ვითარებას. უკრაინა არის რაღაც გაურკვეველი პროექტების იმედად, რომ აქ დაიწყება და ეს ან თაობას ან მოესწრება, ან არ მოესწრება, ამათი ადაპტირება არის ურთულესი სიტუაცია, ეს ხლა მაგათი ადაპტაცია ამერიკას უჭირდა, ერაყიდან და ავღანეთიდან დაბრუნებული გადაჭარბებული ის არის, მაგრამ ის რემბოს თემა ის რა არის, ეგ სიტუაციაა რა, უკვე მე რატო მომდი როგორ ვიყავი და ეს უკაცრავად პასუხი არის ეს ტორტივით ევროპა. ვინ უნდა ვთქვათ, საფრთხეზე, ვინ უნდა დააკმაყოფილოს ეს ადამიანები? ერთი სხრივარი, ერთი ნაწილი გწავიდა, მეორე ესენი ვისთვის იქნებია საფრთხე? ამ ადამიანებმა საჭმელი ხო უნდა ჭამონ და ამ ადამიანებმა ხო უნდა იცხოვრონ, ამ ადამიანებმა უნდა მოიპოვონ და ეს ამიტომაც ის 50,000 ჩამოსვლა ჩვენ ვამბობთ ხიფათის თვალსაზრისით აქ მეტი უნდა გაზარდოთ თუ არა და ანუ 1,5 მილიონს ადამიანს უნდა უთხრა რომ კარგად იყავი შენ სამშობლოს იცავდი ახლა ჟეტონს დაკიდებ და კარგად იყავი როგორ იქნება ჩაკეტავს ევროპა საზღვრებს თუ არ ჩაკეტავს თუ რომ მოედება ეს ამისთვის რამდენად არის მზად ეს არ არის ის საწყალი ტოლვილი ტაშტით რო გადაცურა ხმელთაშუა ზღვა თუმცა იმანაც ვნახეთ რა პრობლემები შექმნა ევროპაში და ეს ამბავი არის და თავისი ენერგეტიკით გინა პასიონარობით ეს არ არის რამდენად არის მიღებული და ესე ლაპარაკი ევროპა რამდენად არის მზად რომ გაუძლოს და არ ამიტომაც ეს მოდელები აქვს ალბათ ევროპას რაღაცაერად ეს ხალხი ჩართოს რაღაცა დიდ რაღაცა მილიტარისტული კი არა რაღაცაერად ამ ადამიანებს გამოყენება თუ არ მოხდა ახლა მე აი რატო გითხარი დასაწყისში ის ყველაზე დიდი საფრთხე მე არ უყურებ კონტაქტი და მითარი 30 აპრილს რო იტყვიან ადვილი კი არ არის მაგრამ ომსკი შეწყვიტა მაგრამ მე რას უშვებია 1,5 მილიონ ადამიანს ეგ სხვათა შორის შეიძლება იყოს ერთ-ერთი ანუ ცუდ რამეს ვამბობ მაგრამ შეიძლება იყოს ეგ ერთ-ერთი мотиваცია რატო უნდა ევროპას მაგომის გაგრძელება ეს ხალხი დაკავებულია იქ ბალდეს გეუბნები და თან ეს ხალხი ეხლა როგორც არის ეს ხალხი გაბოროტებულია რუსეთზე რასაკვირველია და იქნება მაგრამ ეს იცით ფსიქოლოგია აი ეს გაბოროტება შეიძლება 180% გრადუსით მოტრიალდეს და უთხრეს რომ შენ მე რო შემატოვე ამ ომში და მეუნებოდი და მაგას ეხლა მაკრონი ეხლა არა ვარ ისე ჩახედული მაგრამ რასაც ვკითხულო თვითონ ვერასაც ამობენ აღმოჩნდა რომ ევროპა ფსიქოლოგიურად რო არ არის მზად მაგას ეხლა ჩვენ დავდივართ ხელობაში და წარმოდგენა ამისთვის ასე ვთქვათ დიდი საჭიროა მაგრამ არც სამხედრო თვალსაზრისით არ არის მზად ვთქვათ იმიტომ რომ აქ ის კი არა რაღაცა დიდი იდეების განხორციელება და დიდ რუსეთი არა ელემენტარულად 1,5 მილიონ ადამიანი და შენ აქ ტკბილად ხარ შემოელოსებ შვედიერ ქალაქებში ვენაში და პარიზში და ეს თემები არის ძიმე კი ბატონო არის ეს გეთანხმებით ხო აი გიომ რას თქვა ამერიკას ეს არ ემუქრება ამერიკას ნაკლებად მაგრამ ამერიკას ემუქრება ის რეზერვები გარკვეული რაც ქონდა ის ამოწურული სამხრეთის შესავსებია იმიტომ რომ არა ეს მასა თვითონ არა როგორც ტრამპმა თქვა ძალიან ლამაზი ოკეანეა მაჩვენებთ ამერიკაში შიგნიდან ძლიერია ფსიქოლოგიურად ევროპა არის უფრო აი უფრო პენსიონერული უფრო აი რაღაცნაირად ამბავია სხვა ჯერს მე ერთ ნიუანსს გეტყვით მე რასაკვირველია ხარა და მithuet ეს ავსტრია ახლა ერთ-ერთი ჩემთვის მნიშვნელოვანი და კარგი ქვეყანაა და აი ჩვენ ხო სიმბოლოებს გადაგეთ მე ვეკითხები ხოლმე ადამიანებს საერთოდ ვენაში ხარ ნუ დავდივართ ახლა ყველა და ვენის ცენტრში ვინც ხარ დამყოფი თუ არა და მიახცეთ ყველა დადგას ხო ვენის ცენტრში არ მინდა რომ დავაკლებ და ნაკლებს ვიტყვი 20 მეტრას არ ვიტყვი და ვიტყვი 15 მეტრიანი პოცდამეტზე დგას საბჭოთა ჯარისკაცის დიდი ქანდაკება იცით იქნება 10 მეტრი ნაკლები არ იქნება ავტომატით და ცენტრში დგას მე ვკითხე რომ და შევხედე მე ვფიქრე რა ხდება აგერ გეუბნებით რა არ გინახეთ ხო აი ნუ გაქვთ ბედნიერება ახლა ვითომეტესა მოგიწევთ და იმიტომ რომ ნახეთ ჩვენ კი იულად გველაპარაკებიან და იქ გამახსენდა სხვადასხვა ავსტრიის გუნის საგარეო საქმეთა მინისტრმა რაღაცაერად გითხრა რუსიფიკაცია და თვითონ ძალიან ფრთხილად არიან აი განწყობა შიგნით როგორც ახლა ჩვენ რაღაცას არ უშვებთ ჩვენ საერთოდ არა ევროპაში ესე არ უშვებენ რომ თვითონ შეიძლება რომ ომში წავიდნენ აი ეს ხო არის დღეს კონტაქტები აღარ არის ინტერნეტი აქვს მეგობრები ყავს ისინი ყავს აი თქვენ ახსენეთ ლუკა რომ შვეციამ და დანიამ გააორმაგეს
თავდასხმის ხარჯები, ხო? თავდასხმის ახლა შემოელოთ ხა თავდასხმა წავიდა მაგათი დრო რო იყო მე-9 საუკუნეში. გამორიცხულია, აი ალბათ შვეიცარიაში ისე არ უშვებენ ამას, რომ უნდა იომონ როდესმე. ეს გამას კი აწარმოებენ, ეს არის აი ეს უბრალოდ რომელიც არასდროს არ მოხდება. აი ესეთი რაღაცა არის. ხო და ეს ერთ-ერთი მოგითხარი ეს ძალიან მნიშვნელოვანია განწყობა შენი ომისთვის. ეს ამას არ ყოფნის მარტო ამ ეს უნდა რაღაცაზე უნდა დაფუძნებული უნდა იყოს, ამას თავისი იდეოლოგია უნდა შეიძლება პატრიოტიზმზე დაეფუძნოს, შეიძლება ნაციონალიზმზე, შეიძლება წნეხზე დაეფუძნოს და ეხლა ცარიელ ადგილიდან რო იტყვეთ ფირი და ბარიდან და იქ მუსიკა რო უკრავს და ეხლა და რაღაცა და შენიჭირება შენგენაცვალე და ესეთი სიტუაცია და ეხლა უცებ ეხლა უთხრა რომ შენ პაპა აბა ეხლა პარიზში ჩაიდისკენით ეს აბავი არ არის აგერ არიან ბიჭები რომელიც მაგარიები სხვადასხვა უკრაინელებმა იცით ალბათ რომ ომი რომ მორჩა ამას მალავდა დიდხანს ომი რომ მორჩა იმ დასავლეთ უკრაინაში 1-5-6 წელი აგზელებდნენ ომს და შემდეგ პარტიზანულ ომს და ბოლოს ლვოვის მიდამოებში სატანკო ომი მოხდა უკვე მოგებული ქონდა და საზღვარი გაუხსნა საბჭოთა კავშირმა და 40,000 კაცამდე გადავიდა ანუ გერმანიაში ესენი ერთდროულად ებრძოდნენ გერმანელებსაც ანუ ამათ ეს უზით ფსიქიკა და სამხედრო სამსახური იქ რომ ამბობდი ეს აუცილებელი სიტუაცია თითულება რაც სხვათა შორის მე რაც ძალიან გული წყდება და სულ რომ ჩვენთან ესე არ არის აი ახალგაზრდებში და იქ ეს ამბავი იყო და ის ახალგაზრდა თუ სამხედრო სამსახური არ გინდა რომ გაიარო და მე მიყვების ღაპრებს რომ მე მithქვია ხო ჩვენ რომ ცირა იქ ჯამში რაღაცა ციციბურას ფაფა ისეთი გემრიელი არ არის და რაღაც არა შენ არც ომისთვის არ ახარ მზად ხო ეს უნდა გინდოდეს და იქ ესეა ეს ანუ მარტო ის კი არა ერთელი ამბავი უკრაინაში ვინც არის ეხლა ვინც იომა ვინც იქ დნეპრის მარცხენა და დნეპრის მარჯვენა მხარე უკვე საუბრად არის მთლიანად განწყობილი და ამით იქნება იდეაში შეკავშირებული აი ეს არის თემა ხო და ეგ არის ზუსტად წეღან რასაც იმაშვებოდი დენაციფიკაციის და დემილიტარიზაციის ამბავი ამათი განიარაღება და ამათი განეიტრალება არის ერთ-ერთი სერიოზული პრობლემა იმისთვის რომ ეხლა მშვიდობა მიიღწეს აი მაგ ხალხი ზუსტად რომელიც რომელსაც შეუძლია მოტრიალდეს და ნებისმიერ ხელისუფლებას დაუპირისპირდეს ხო ანუ ეს ორი თემა ანუ დემილიტარიზაციის და დენაციფიკაციის თემა ერთმანეთზე არის გადაჯაჭვული მთლიანად იმიტომ რომ ანუ დენაციფიკაციის განხორციელება დემილიტარიზაციის გარეშე აბსოლუტურად აი რატო ვერ გეთახმებით დენაციფიკაცია ამასთან რა შუაშია საერთოდ აი შეიძლება ადამიანი არა აქვს ეს პრობლემა მაგრამ აქვს პრობლემა რომ მე მინდა ამ ისეთი რო არის ამ საყოველთაო ევროპულ ზემში მე ჩამთეთ და თუ არ ჩამთათ მე მეკუთვნის და მოვალ და დავждები მაგას. მაგრამ მე მაგაშია საქმე, ანუ მაგ ადამიანებს პირიქით უჩნდებათ, ანუ ნაციზმი რამ გააღვივა, ხო, გერმანიაში იმან რომ იყვნენ დაჩაგრულები. ყველამ დაჩაგრა. ხო, და ამაში გეთახმებით. ანუ ეს არის არაჩვეულებრივი ბაზისი იმისთვის, რომ ეს ხალხი მთლიანად გახდეს ამ ნაციზმის პირობითად თქვა 1 მილიონი ადამიანი იქნება, რომელიც უსამართლო დაჩაგრულს განცდა ექნება და ეხლა განიარაღება ეხლა ამ ავტომატ ჩავაბარებ, იმ ავტომატს ამოიღებ. თან ექნება იარაღი მაგაშია მთელი ამბავი. ეს მილიონი ადამიანი, რომელიც იქნება დაჩაგრული და თან ექნება იარაღი. და ამათი რეინტეგრაცია ვერც უკრაინაში მოხერხდება და ვერც ევროპაში. ვერსად ვერ მოხერხდება. შეუძლებელია. თქვენ ძალიან სწორს სხვადასხვა უკაყავს რუსეთი როიმა ძალიან კარგად იცის აი ასეთ სიტუაცია და როგორ გამოიყენება ამათთან ურთიერთობა აი რო იტყვიან კი და არანაირი ფსიქოლოგიური ზაობა ამისთვის მართლა არ არსებობს ევროპაში რომ ნახოთ ახლა ევროპა 60-იანი წლები და რაზე დგას ეს არის კეთილდღეობის სახელმწიფო მიჩვეულები არიან დიდი პენსიები უფასო სწავლა ყველანაირი კეთილდღეობა ეს სოციალური პროგრამები და უცებ შენ ამ ყველაფერს უაცლი ამ ხალხს იქ პოლიტიკური სტაბილიზაციის მიღწევა მე ძალიან დიდი გამოწვევა. თუმცა ერთი მომენტია კიდე აი ამ რა ქვია მაგას იარაღის აი ტრილიონიანი ვთქვა ცესხის თემაში რა. მათ შორის იარაღის წარმოება ეს არის ერთ-ერთი ძალიან სერიოზული იმპულსი ეკონომიკის განვითარებისთვის, ხო? ანუ 500 მილიარდის დახარჯვა რაღაც ეკონომიკურ პროცესში, შენ ამ იარაღს მე გაისვრი თუ არ გაისვრი, არანაირი მნიშვნელობა არ აქვს ეკონომიკისთვის რა. თავარი ამის წარმოება და თავარი ამის გატანა. ერთ-ერთი განზომილება ეგაა რომ ეს რეცესია რაც არის, რამენაირად ეს იმპულსი მიცენ და დაიძრას ეკონომიკა ამუშავებს. ახლა მანქანათს შენებლობა, სხვა დარგების განვითარება და ასე შემდეგ რთულია, როდესაც ჩინეთი ყავს ამხელა დიდი მონსტრი იმის რა ქვია მაგას წარმოების, ხო? მაგრამ იარაღის წარმოება ძალიან მარტივი ამბავია ამასთან შედარებით. აი ამ
მარტივი არაფერი არ არის, მაგრამ თავარი კონკურენტი ამ შემთხვევაში ევროკავშირს თუ მოხდა ეს და ამერიკის შეერთებული შტატები ზუსტად ეს თლიანად ზუსტად ეგრეა. ეს პროცესი მიდის ამერიკაში არა ის კონვენციური ძველი სამხედრო ინდუსტრიული კომპლექსი, რომელიც ჩვენ გვახსოვს და ეს კორპორაციები, ხუთი მთავარი კორპორაცია რაც იყო, არა მხოლოდ ესენი არიან ჩართული ამ პროცესში, ეხლა დაიწყო სრულიად ნოვაციური ახალი კომპანიების გამოჩენა, როგორიც არის ანდურილი, პალანტირი და ესენი მუშაობენ არა იმ კონვენციური იარაღზე, დაუშვათ ინტერკონტინენტური ბალისტიკური რაკეტა. არა, ესენი მუშაობენ უკვე ახალ ტექნოლოგიებზე, სიტყვაზე ერთი მაგალითი დრონებთან ომი როგორაა შესაძლებელი. არა ხელოვნური ინტელექტის გამოყენება. აი ეს ახალი კომპანიები უკვე ამ ინოვაციურ ტექნოლოგიებზე მუშაობენ. აქ კონკურენტ უნარიანი ევროპა ვერანაირად ვერ იქნება ამერიკის, იმიტომ რომ ტექნოლოგიური იარაღის წარმოების აწყობა ეს არის ეკონომიკა. მაგრამ ამ იარაღის გამოყენება ეს კიდე არ ნიშნავს იარაღს უაწარმოებს, რომ შენ მოსახლეობას ამ იარაღის გამოყენება მოუნდება. პირიქით ეს შეიძლება გაყიდო დიდი ნაწილი. არ ვიცი ეს პოლიტიკაში როგორ და მაგალითად ის რო ჩადის, რასაც უყურებ ჩვენ თვალით, აი მარტო ჩემს თვალწინ რაც მოხდა, როცა გაიხსნა ევროპა, ხო, 80-იანი წლების ბოლოს მომეცამა პირველად საშუალება, რომ მორბილდა საბჭოთა კავშირი წავსულიყო. აი ჩემ თვალწინ შეიცვალა მარტო ამ საიმიგრაციო პოლიტიკის შედეგად და ჩემი ძალიან ზერელე შტაბეშტილებით და ცნობის მოყარეობას ეფუძნება, ხო, ეს ამბავი და ემიგრაციის კატეგორიულად ამას არ განიხილავს, აი თუ იმ ომში რაღაც წასვლა სრულიად სხვა მიზნები აქვს, მათ სხვა რომ ეხლა აქ რაღაცა მიზნებს ემსახურონ ევროპის დაცვისთვის და ეხლა ვიღაცას შეებან, ვითომეტეს არაფერს იკეთეს აქეთ არ ელოდებიან, ესეც ვილაპარაკოთ. რუსეთს ყოველთვის ტრადიციულად ხიბლავდა ხოლმე იქ ის ტორტის ნაჭერი რაც ევროპაში ხდებოდათ და იმათ აქ ხდებოდა ციცივე ჭაობი და რა არის ხლა ესე ვთქვათ იქ რამოდენიმე ქალაქის გარდა რა რითი შეიძლება შენ მიიზიდო ესე ვთქვათ ფრანგიან რითი შეიძლება აცთუნო ხლა რო წამოვიდეს რა უნდა ნახოს ხლა ვიცი თქვენ შენ ყველას გაუმარჯოს თავის ადგილას გაიერთი მოსკოვი შეიძლება და ვორონეჟი და ხრავი ეს რამდენად მიმზიდველი აღმოჩნდება ცხადი არ არის და ევროპა არის ძალიან ბევრი ადამიანი ახლო აღმოსავლეთისათვის მიმზიდველი ყველასთვის მიმზიდველია ეს არის ტორტის ნაჭერი რომელსაც მე სამწუხაროდ მეჩვენო რომელსაც ნაკლებად შეუძლია უკვე საკუთარი თავის დაცვა აი ესეთი განსაკუთრებით პრობლემურია რომ არასწორი პოლიტიკური გადაწყვეტილებები. ნუ ახლა ეს არ ვიცი და ესე იგი საგარეო პოლიტიკა როგორც ასეთი არ ქონიათ ეხლა დაიწყო ეს იმპულსები გამოჩნდა რომ ეს ავტონომია სტრატეგიული ავტონომია მოიპოვოთ ხო აქამდე ჩვენ ვიცით რომ პირდაპირ ვთქვათ რომ დამოკიდებული ხომ რამდენჯერაც თქვა მაკრონმა ეგ ავტონომიური დამოუკიდებლობა მეორდება სტრატეგიული ავტონომია იმდენჯერ იყოს ვთქვათ ევროპის თავდაცვის და საომარი ბირთვი ვინ შეიძლება პოლონეთი ვინა? პოლონეთი, სხვა მე ვერ ხედავ სხვა ვარი. ხო, აი ნახე, ტრადიციულად ხამას ისტორია ეს იყო გერმანია. ტრადიციულად იყო გერმანია, ხო? იქიდან მოყოლებული, ნუ გერმანია იქ ეს ტომები რაღაცა ხო, რომის, ნუ ფრანკები. შემდეგ რაღაცაერად ესე ვთქვათ, მაგალითად იტალია ოპერა და ყველაფერმა იტალია არ იყო, ხო, ესეც სამხედრო და არც ეხლა ჩანს მაინც და მაინც რომ მილიტარისტური გაწყობა იყოს იტალიაში. მე რატომ ამას ჩვენ ესე არ ვიხილავთ ხოლმე თითქოს ეს საფრანგეთი აი რაღაცა მაკრონმა ორჯერ გააკეთა თითქოს ესე ვთქვათ და თვითონ საფრანგეთშიც კი ძალიან ინტუჩივე დაიწია ამ სიტუაციამ და ჩვენ რო ვამობთ რომ იქ ულტრა მემარჯვენეს რო ვამობთ იგივე იმაზე ფრანგი ულტრა მემარჯვენე შეიძლება იყოს მაგალითად ქართველ ლიბერალი ქართველ ლიბერალი შეიძლება მას მოეჩვენოს რა ქვია საჩნელ მემარჯვენეთ იმიტომ რომ ახლა ნუ ეხლა ჩვენ იუმორისტულად ვაპარაკობთ მაგრამ აი რომ ემოციურად რო შეაფასო აი იმპრესიონისტულად რო დახატო ეხლა ეს ევროპა სრულიად სხვა სურათია ეხლა არ უნდათ ეს იმიტომ გამოჩნდა ეხლა რომ წარმოიდგინე ბირთვული სახელმწიფოა მაკრონი საფრანგეთი და შემოვლე აი გიждები საფრანგეთზე და ლიტერატურა და ყველაფერი მაგრამ როცა მაკრონმა დაიწყო და კუნთები ათამაშა მაგრამ კი რაღაც იუმორისტული გამოჩნდა ეხლა აი რაღაცაერად არ არის ეხლა ეგ შენი აი რო იტყვე შენი საქმე ეგ არ არის ეხლა ეს რა ომი რის ომი ვინც ყავდა იმას არ გამოვიდა არაფერი და რო ყავდეს მაგარიტა შენ ახლა რაღაცა კენი რა სხვა რაბე კი ბატონო ლუკა რა წეგან შენ დაიწყე საუბარი არ გაცალე იმიტომ რომ მინდოდა რომ ცოტა კიდე დაგვიმთავრებინა ამ ევროკავშირის და აი ეს თემებში ვართ მოკლედ ჩვენა კი ბატონო
ახლო აღმოსავლეთის საკითხი. და მე საქართველოს კითხოთ კაცო საკითხი. იგი საქართველოს კითხოთ, მაგრამ ჯერ ახლო აღმოსავლეთის საკითხი და რატო არის? ეს უფრო ახლოს არის თან კიდე ჩვენთან, აი აქვეა. ხელის გაწვდენაზე შეიძლება ითქვას. ევროპაც არ არის შორს, მაგრამ ეს მომენტი კიდე უფრო ისეთია და ჩვენ გვაქვს ამის გამოცდილება, რა პრობლემები შეიძლება შეიქმნას ქვეყანაში ახლო აღმოსავლეთში შექმნილი ესეთი კონფლიქტებით და ასე შემდეგ. არც თუ ისე შორეულ წარსულში, ხო? გულისხმობ იქ ISIS-ის მებრძოლების მიმოსვლა და ასე შემდეგ და არ მხოლოდ ISIS-ის. და რატო არის ხა ეს საინტერესო და შენ ვიტკოფი ახსენე გადაცემის დასაწყისში და საინტერესოა რომ რუსეთში უკრაინაზეც კი სალაპარაკო ჩასული იყო ვიტკოფი და არა მაგალითად მეორე წარმომადგენელი კეგელი ხო თუ როგორი იყო რომელსაც უკრაინის საკითხი ეხებოდა და არა ჩასული იყო ვიტკოფი სწორედ რომელსაც ახლო აღმოსავლეთის მიმართულება ორივე ხაზი მასაბარია აშკარად ხო ანუ ესე რომ ვთქვათ რეალურად ეს ადამიანი როგორც ჩანს უკრაინაც მასაბარია და პირველ რიგში ესე ვთქვათ ახლო აღმოსავლეთი და შესაბამისად არ არის გამორიცხული. არ არის გამორიცხული. იმიტომ რომ სხვა არავინ არ ჩანს. პროვოკაციულად რატო გისვათ? იცი თუ იქიდან აქამდე ახლა ჩვენ სპეციალურად ხო და არა. არც არავინ არ ჩანს, რომელსაც თქვა კავკასია და ცენტრალური აზია ებაროს რა. სხვა არც ჩანს. ვიტკოფი ჩანს. ამ წუთას ჩანს ვიტკოფი და მაიკლ ვოლცი, რომელიც ზოგადად უსაფრთხოების საკითხებში არის, ის რა ქვია, მისი მრჩეველი, ხო? ანუ თავარი პერსონა, მომლაპარაკებელი და მისი ინტერვიუ ტაკერ კარსონთან, ხო? ანუ რა განწყობებით საუბრობს ის აი ამ ყველაფერზე, ხო? იცი რა არის ვიტკოფის სხვათა შორის ძალიან საინტერესო იყო როგორი იმის რა ქვია მაგას ამ ბულინგის სვერპლი გახდა თავი. სვერპლი გახდა თვითონ სვერპლი ახლა თვითონ ამაზე არ უნერვილ რამდენადაც მესმის, მაგრამ ნუ ყოველ შემთხვევაში ევროპელებისთან და განსაკუთრებით ზელენსკის მხრიდან სვერპლი არა. ზელენსკის მხრიდან საკმაოდ ისეთი ალიასატი იყო აი ამ ზელენსკის გუნდის მხრიდან. მათ საინტერესო ის რომ ეს ადამიანი საერთოდ ვინ არის? არ ქონია ეს პოლიტიკური დიალოგის და კონსულტაციების და მედიაციის გამოცდილება აქამდე არ ქონია. და უცებ ეს ნიუ-იორკის უზრავი ქონების ბიზნესიდან იქიდან გამომდინარე რომ ტრამპთან ახლობლობდა, მეგობრობდა და მისი მხარდამჭერი იყო, ხდება უცებ ამ ხელა გეოპოლიტიკურ სცენაზე. აქ ბევრი კრიტიკა გაისმის, რომ მას არ აქვს შესაბამისი არც გამოცდილება, არც სოდნა, ინფორმაცია, რომ აი ეს კონფლიქტები განსაკუთრებით მეც ვეთანხმები ამაში, რომ ახლო აღმოსავლეთის კონფლიქტი გაცილებით კომპლექსურია და მრავალშრიანია ვიდრე უკრაინის საკითხი, ხო? და უცებ იწყებს ახლო აღმოსავლეთთან ამ საკითხის დალაგებას. გარკვეული წარმატებებს მიაღწია, ეს იყო ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება, რაც ნამდვილად მისი მონაპოვარია, მაგრამ ამის შენარჩუნება მეორე საკითხი. რა თქმა უნდა. და ეს არა მარტო ღაზაზე, ფაქტობრივად ეს ვრცელდება მე უკვე რეგიონზე. იმიტომ რომ ღაზაში რაც მოხდება, ის აისახება უკვე რეგიონის სიტუაციაზე. და რატო გაჩნდა ეს ჰუსიტების პრობლემა? ჰუსიტების პრობლემა გაჩნდა ზუსტად იქიდან გამომდინარე, რომ ეს ხელშეკრულება ღაზაში დაირღვა. და ამის შემდეგ ჰუსიტებმა გააგზელეს ის საქმიანობა წითელ ზღვაში ბაბილმანდების რუსეთში სუეცის არხთან, რასაც აქამდე ეწეოდნენ და ეს არის შეტევა როგორც ამერიკის, ასევე ისრაელის გადამზიდებზე და ტრამპი დადგა იმ გამოწვევის წინაშე, რომ გააგზელებდა თუ არა იმ დაპირებას, რაც მას ინაუგურაციის სხვათა შორის სიტყვაში თქვა, თუ გადახედავდა თავის პოლიტიკას და რას გულისხმობ. მან თქვა, რომ ჩემი მთავარი მიღწევა იქნება არა ომების მოგება, არამედ ის ომები, რომელსაც მე შევაჩერებ და თავიდან ავირიდებ. ეს არის მისი ხომ თავარი ეს ამოსავალი, რაზეც უნდა დაშენებულიყო მისი საგარეო პოლიტიკა. და უცებ ხედავ შვიდობის შენებლობაა, მოკლედ მისი შვიდობის ყოფილი ყველგან სოფლიოში. და უცებ ლაკმუსის ქაღალდი არის ეს ჰუსიტების საკითხი რატო? ჩვენ გვახსოვს რა მოხდა რამდენიმე დღის ერთი კვირით შეიძლება იყოს გასული სიგნალ გეითი რასაც დაარქვეს ეს სკანდალი, როდესაც გამოჟონა ინფორმაცია მთლიანად სიგნალის ჩატიდან როგორი გეგმებოდა ჰუსიტებზე თავდასხმა. აქ ბევრი საინტერესო რამეა, ორი რამე შეიძლება გამოვყოთ. პირველი რომ 100 სხვადასხვა არსებობს გუნდში, JD Vance-ის პოზიცია ვნახეთ და ძალიან რაციონალური და პრაგმატული, პირდაპირ ამბობს, რომ ჩვენი ვაჭრობის მხოლოდ 3% გადის ბაბილმანდებში და სუეცში და ჩვენი ინტერესი ეს არ უნდა იყოს, რომ ამ ხელა კაპიტალ დაბანდება გავაკეთოთ და ინვესტირება ამ კამპანიაში, სამხედრო კამპანიაში. მეორე მხრივ ვნახეთ Wall-ს პოზიცია და Hexet-ის პოზიცია, ისინი ლობირებენ, რომ ამის მიუხედავად
დაიწყონ შეტევა, ეს რეგულარული შეტევა იემენზე. აქ არის ორი მთავარი მიმართულება. პირველი, რა მიზანი აქვს ტრამპის ადმინისტრაციას და მეორე რა პრობლემებს შეეჩეხებიან. მიზნებს რაც შეეხება, პირველი არის რა თქმა უნდა, რომ ეს სამხედრო პოტენციალი ჰუსიტების განადგურდეს, ეს პირველ ზედაპირზე რაცა. მეორადი მიზანი არის, რომ ირანს გაუგზავნონ სიგნალი, ჩვენ უკვე ვიცით, რომ აირჩია ამერიკამ ეგრეთ წოდებული მაქსიმალური ზეწოლის პოლიტიკა ირანზე და ცდილობენ, რომ ერთი მხრივ ორი მიმართულებით არის ხო ზეწოლა. ერთი რომ პროქსების დაფინანსება შეწყვიტოს და მეორე რომ ბირთვული პროგრამა არ განავითარონ იმაზე მეტად, ვიდრე ახლანდელი სტატუს კუო, ხო? და ყველაზე მნიშვნელოვანი კიდე ზედაშრე ამ კამპანიის სამხედრო კამპანიის არის ის, რა სიგნალს უგზავნით ამით ამერიკის შეერთებული შტატები ჩინეთს. 2024 წელს ჩინეთმა შეისყიდა ირანისგან მთლიანი ნავთობის 90%. თავი შემსყიდველი ძალა და როდესაც ამერიკას მე თავი მომპოვებელიც არის უკვე ირანის ტერიტორიაზე. ძალიან სწორი მე დამატება. კი, თავი მომპოვებელი არის ნამდვილად და ხდება რა ეხლა რომ ამერიკას აქვს დაწესებული სანქციები ნავთობზე, ირანულ ნავთობზე და ექსპორტ-იმპორტზე და უცებ ჩინეთი ბედავს ამას, რომ 90% შეიძინა. და ერთ-ერთი აი ეს ქვეტექსტი ამ კამპანიის არის, რომ ზუსტად ეს ამ კავშირში შეიტანოს გარკვეული რღვევა, თქვა თან რაღაცა უთანხმოება. ზოგადად ამერიკის პოლიტიკა ყველა რეგიონში დგას იმაზე, რომ აი ეს კავშირები რაც შეიქმნა წინა ადმინისტრაციის პერიოდში, რაც გამყარდა, ეს არის ჩინეთ-რუსეთის, ჩინეთ-ირანის, რუსეთ-ჩინეთის კავშირები, როგორმე მოირღვეს. ეს არის მათი მთავარი ამოსავალი წერტილი, ამას აკეთებენ ზუსტად უკრაინაშიც, ამას აკეთებენ ახლო აღმოსავლეთშიც. მაგრამ აქ არის პრობლემა. პრობლემა არის არსებული რეალობა უშუალოდ იემენში. ანუ ჩვენ ვიცით, რომ 7 წლის მანძილზე საუდის არაბეთის, ბრიტანეთის, ამერიკის შეერთებული შტატების გაერთიანებული ძალები ბომბავდნენ უწყვეტად იემენის ტერიტორიას. შედეგი რა მიიღეს? შედეგი მიიღეს, რომ იქამდე თუ იემენი აკონტროლებდა რაღაცა 15%, ჰუსიტები აკონტროლებდნენ 15% იემენის ტერიტორიის, დღეს აკონტროლებენ დაახლოებით 9%. პირიქით გაძლიერდა, ხო? ჰუსიტები გაძლიერდა როგორც ტერიტორიულად მოახდინეს ექსპანსია, ასევე სამხედრო თვალსაზრისით. ამის გარდა თავარი პრობლემა არის ის, რომ ტრამპმა თქვა, მისი გუნდის თავარი დაპირება, რომ ჩვენ აღარ დავაფინანსებთ ეგრეთ წოდებულ ფრი რაიდერებს, ევროპელ ფრი რაიდერებს. ანუ ჩვენ თუ აქამდე მათ თავდასხმის დაფინანსებაზე ვდებდით უდიდეს კაპიტალს და ევროპას რეალურად უსაფრთხოების ხოლგას, სამხედრო ხოლგას ჩვენ ვაფარებდით, ამას აღარ გავაკეთებთ. და ეხლა ზუსტად ეკეთება იემენში, იმიტომ რომ ჩვენ ვიცით, რომ სუეჩი თუ 3% გადის ამერიკის ვაჭრობის, 40% გადის ევროპის. შესაბამისად, ეხლა ხდება ის, რომ ევროპის საქმეს აკეთებს რეალურად ტრამპი. და ყველაზე მნიშვნელოვანი განზომილება არის, რასაც აი ეს პოლიტიკური ეგრეთ წოდებული რეალისტები ამბობენ, ხო? მერშაიმერის ხაზი, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია აქ. ტრამპმა შეცდომა, ბოდიში ტრამპა წინა ადმინისტრაციამ შეცდომა დაუშვა უკრაინაში, როდესაც აი მთელი ძალებით, რესურსებით ინვესტირება მოახდინა ამ კონფლიქტში და რატო? ხსნიან როგორ, რომ თავარი პრიორიტეტი უნდა ყოფილიყო ჩინეთის შეკავება და ამ დროს შენ რესურსების გაფლანგვას იწყებ და ეს საგარეო პოლიტიკის რეორიენტაცია მიდის, ხო? ზუსტად იგივე რუსეთსა და ჩინეთს აახლოებ ერთმანეთს. ახლობ, ეგ არის საბოლოო შედეგი, ხო? და ახლად ზუსტად იგივე ხდება იემენის შემთხვევაში. თუ იემენში ტრამპი უკვე დახარჯულია მილიარდზე მეტი, ეს არ არის პატარა თანხები, ხა ჩვენ შეიძლება შევადაროთ უკრაინაში გაცილებით მეტია, რა თქმა უნდა დახარჯული, მაგრამ ესე თუ აიწყო, ხო, სერიოზულ, ეს ერთგვარი შეზღუდული კამპანია შეიძლება გადაიზარდოს სერიოზულ სამხედრო დაპირისპირებაში. უდიდესი ხარჯია, რომელიც ასევე საფრთხეს შეუქმნის იმას, რამაც უკრაინამ შეუქმნა საფრთხეს, ანუ ჩინეთის შეკავების პოლიტიკას. შესაბამისად, ის რომ დავუშვათ, ეს არის ძალიან მსუბუქი პრობლემა, ნამდვილად არ არის. ესე ძალიან ბევრი განზომილება აქვს და ფაქტობრივად გადაწყდება ამ იემენის საკითხით, არის თუ არა ტრამპი მშვიდობის მყოფელი და მართლა აირჩევს თუ არა მშვიდობის ხაზს. და რეალურად ეს პრობლემა არ არის მოუგვარებელი, ღაზის საკითხის გადაწყვეტით, სტაბილიზაციით და გარკვეული შეთანხმების მიღწევით, ჰუსიტების საკითხი ავტომატურად გვარდება და ეს ნუ ორჯერ ორი არის. კი ბატონო, მოდი ესე მეკითხო ხა დაუბრუნდე ხა იმ თემას. მithumetes აი უშუალოდ პირდაპირ შენი რჩევების საგანი რაც უნდა იყოს რა. ესე ჩვენი ქვეყანა ხო ახლა საერთო სიტუაცია მიმოვიხილეთ ჩვენ ვიტყვე ქართულებს მაგი არ გვეშლება ახლა მაგრამ ჩვენ რა გჭირს იმის არ იყოს ახლა ჩვენ უკნახოთ. ჩვენ რა გჭირს ხვები გვერდი. ერთი არის რომ საქართველოს თემა ასაკურველი სოფლის ჯიპი არ არის, მაგრამ მნიშვნელოვანი ადგილია გეოგრაფია. არც ის არის რომ ერთხელ ხდებოდა დანერგვა რომ ჩვენ არავის არ ჭირდებით და არაფერი არ არის. ჩვენ ახლა შეიძლება ვებსყაოსანიც კი არაფერი არ ჭირდებათ ბევრ ადამიანს, მაგრამ ეს გზაჯვარდინი ჭირდებათ და ახლა სპექტაკლები აქტუალურობა იყო ყოველთვის და ყოველთვის ესე იყო.
და ეხლა მოვიდა და ფაქტობრივად ახალი ადმინისტრაცია ჯერჯერობით და ხო საქართველოს არის კავკასიის ამბავი და რეგიონის თემა არის. ამიტომ იყო ყოველთვის მნიშვნელოვანი საქართველოს, რასაკვირველია ყველა მნიშვნელოვანი არის საქართველოს ერთ-ერთი საკვანძო საკითხი უკავია კავკასიაში. თან ეს კავკასია პაკეტში უნდა განიხილო, ხო თუ რაღაცა დიდი პროექტები კიდე ასე ანუ კონფრონტაციისთვის უნდა გამოიყენოს სხვადასხვა ძალები უნდა მოვიდნენ ხო ერთი მეორე და მაშინ ეს კონფრონტაცია უნდა ვიცოდეთ აკა როგორც არ უნდა ილაპარაკო და ჩვენ რაც არ უნდა ვაკეთოთ მე რაც არ უნდა ვაკეთოთ მაშინ და ჩვენ კონფრონტაციის ზონაში ვართ ან თუ კავკასიური ამბავია და კავკასია თუ მაშინ ეს უნდა იყოს ნებისმიერ ვარიანტში რაღაცა ერთი პროექტი ჯერჯერობით არ არის დაძო გეოპოლიტიკურად არ არის და ჩვენ ჯერჯერობით აი რო იტყვიან მაპატიო თავს სიტყვაზე ჯერტილავთ ველოდებით იმ რანგაცხადება გააკეთა მეგობარი აქტი გააკეთა კონგრესმენმა ითქვა და ამან თქვა და მე უპასუხე მაგრამ და საინტერესო იყო რომ კითხეს თეთრი სახლის სპიკერს საქართველოს და არა მაცალე თუ არა ვარ დაუბრუნდებიო და არ უპასუხა ხო 2-3 დღის წინ იყო ჯერჯერობით საქართველოსზე სტრატეგიული გეოპოლიტიკური კუთხით ვამბობთ და გეოპოლიტიკა ცრემლების არ ჯერა და ახლა იმისი რა ქვია ხო შენ ესე რატო ქენი და შუშხუნა გაუში თუ არ გაუში ხლა ეგ შუშხუნა კი არა ისეთ ქვეყნები მეგობრობენ ახლა აი როგორ აი ამ ჭირლებში ახლო აღმოსავლეთი აი როგორ გესახება და რას ელოდები იმიტომ რომ ეს არ არის მარტო დიპლომა ჩავედი და ველაპარაკე კარგად და მე ხურჯინით ჩავიტანე ნაზუქები და კარგი ბიჭი ვარ აუხსენი და თურმე როგორ უყარვართ ქართველები ან როგორ ეს არის რა ინტერესები შეიძლება იყოს თითქოს ჯერჯერობით ვართ თითქოს ჯერ ან მოლაპარაკება არ არის ამის შესახებ ან რაღაცა არის აქეთ თურქეთია ამბავი აი როგორ ხედავ ამ ჩვენ ამბავს და ამასობაში ჩვენ შიდა საკითხიც ეს არის ხო იქ რაღაცა დიდი ამბავი ერევა და აქ პატარა ხელები არის და უყურებთ ახლა ნერვიულობთ და ვისვენთ ქუჩაში არის ამბავი და ასე შემდეგ. კი ბატონო, ესე იგი მე გეთანხმებით იმაში რომ გარკვეული ჯერ არაფერი არ არის ამ მიმართულებით მე არ ვიცი ხა გარკვეული ირიბი არხებით უკანა ჩენელებით დაწყებულია თუ არა დიალოგი ნამდვილად არ ვარ საქმის კურსში მაგრამ იმედი მაქვს რომ დაწყებულია რადგან იქ თუ არ გადაწყდა მარტო ჩვენი საკითხი რა თქმა უნდა აი ბიტო გითხეშ უკრაინა უნდა ერთიანად უნდა მოგვარდეს ორი უნიშნულოვანესი ფაქტორია მგონი ჩვენ რეგიონზე თუ საუბრობთ პირველი არის ის რაც ხდება თურქეთში და რეალურად თურქეთზე დაკვირვება მიმდინარეობს ახლა იმ ამოღოს დაჭერის შემდეგ ჩვენ ხედავთ რომ პროტესტი არ შეწყვეტილა და ამის შემდეგ როგორ განვითარდება მოვლენები ამაზეა ძალიან ბევრი რამე დამოკიდებული შეინარჩუნებს თუ არა ერდოღანი ძალაუფლებას თუ მოვა პროდასავლელი ჯგუფი გუნდი პოლიტიკური კლასი სავარაუდოდ ამას ძალიან ფრთხილად სავარაუდოდ არა ძალიან ფრთხილად აკვირდებიან ჩვენ თუ ყოველ დღე ათასობით შენიშვნას გვაძლევენ თქვენ ხედავთ რომ თურქეთის მიმართულებით არანაირი კრიტიკა არ გაისმის ევროკავშირში იმის მიუხედავად რომ ჩვენ ვნახეთ როგორ ძალებს იყენებენ პროტესტის დაშლის დროს მაგრამ ეს ყველაფერი თითქოს პროდასავლელი ახსენდა მაგრამ აი პროდასავლელი როგორი პროდასავლელია ის თუ მოვა ევროკავშირში მიიღებენ აი პროდასავლელი თურქეთში ევროკავშირში მიღებაზე მგონი არ არის საუბარი უბრალოდ არის შედარებით საით გადაიხრება რა პოლიტიკას გაატარებს ერდოღანს აქვს უკიდურესად დელიკატური პოლიტიკა ბევრშრიანი ხო თურქეთს ვადარებ ხოლმე ინდუეთს იმიტომ რომ ორი ყველაზე კომპლექსური საგარეო პოლიტიკა რაც მესახება ხოლმე საერთაშორისო ურთიერთობებში არის ინდუეთის რომელიც საოცარ დიპლომატიას აწარმოებს და ასევე თურქეთის მაგრამ ნუ შეცდომების არის რა თქმა უნდა ეხა სირია მე მგონია პირადად რომ ძალიან დიდი შეცდომა იყო ერდოღანის და პირდაპირ ამბობენ ამას რუსები რომ ხო რომ ეს შეცდომა რომელიც დაუშვა რუსეთის და ეს განიხილავენ როგორც ზურგში დანის შარტყმა და ეს პასუხი ამაზე რაღაც მომენტში მოეთხოვება ამას პირდაპირ წერენ ხო ბევრი წამყვანი პოლიტიკოსი ერთი არის რა თქმა უნდა თურქეთის ფაქტორი უნდა დააკვირდენ და არავინ არ ჩქარობს ამ ყველაფერს გაირკვევა იქ ადგილზე რა სიტუაცია მოხდება თუ არა ძალაუფლების კონსოლიდაცია კიდევ უფრო და მეორე არის რაც ხდება დღესდღეობით სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ერთი მხრივ ჩვენ ვნახეთ რომ დაახლოებით ორი კვირის წინ იყო საუბარი აზერბაიჯანულ მედიაში ძალიან ინტენსიურად რომ სომხეთი აპირებს აი რევანშისტული პოლიტიკის წინ წამოწევას და რაღაცა მილიტარისტული გეგმები გააჩნიათ მაგრამ ამის შემდეგ უცებ ერთ კვირაში გამოვარდა ეს სამშვიდობო ხელშეკრულება სადაც ჩვენ ვნახეთ რომ სომხეთი ითვალისწინებს იმ ორ მთავარ შენიშვნას რაც არსებობდა აზერბაიჯანის მხრიდან პირველი არის ის რომ კონსტიტუციაში შეიტანონ ცვლილება და ის ტერიტორიული ამბიციები რაც ჰქონდათ უბრალოდ ამოიღონ კონსტიტუციიდან
და მეორე ეს არის რომ სადამკვირვებლო მისია რომელიც არსებობს ევროკავშირის რომელზეც აზერბაიჯანი მკაფიოდ ამბობს რომ ეს არ არის სადამკვირვებლო მისია ეს არის სადაზვერვო პროექტი რომელსაც გარკვეული ინფორმაციები ფრონტის ხაზიდან და აი ამ მწვავე წერტილებიდან მიაქვს უკვე სომხეთში და არა მხოლოდ სომხეთში ეს უნდა გაუქმდეს საერთოდ ანუ თითქოს მიიღწა მაგრამ ამის მიუხედავად არც ერთი მხარე რა თქმა უნდა არ ჩქარობს ამ ხელშეკრულებაზე ხელის მოწერას რადგან მაინც არსებობს დაძაბულობა აქ არის საინტერესო ეს აი ამ პროცესის არაერთხელ ომისთვისაც არიან მზად თითქოს და მშვიდობისთვისაც აი თითქოს ერთი კვირა ამბავია აი არა და კავკასია როგორ ლაგდება აი თითქოს რაღაცა მათზეც არ არის დამოკიდებული მათზეც არა აი ამ აქ ზუსტად ამას ვამბობდი ამის მიღმა რა ხდება ერთი შრი არსებობს კიდევ ორივე ქვეყანა რასაკეთებს თავის საგარეო პოლიტიკაში ჩვენ ვნახეთ წინა კვირაში უმაღლესი დონის შეხვედრები სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს დელეგაციასა და ინდოეთის დელეგაციას შორის იქ საუბარი მიდის ახალ სამხედრო დახმარების პაკეტზე ახალ შეიარაღებაზე რა თქმა უნდა სომხეთს ამის იმედი აქვს რომ თავარი შეიარაღების მომწოდებელი არის როგორც ინდოეთი ასევე საფრანგეთი ორი იმპორტიორი ყავს ხო შეიარაღების. ამაზე მიდის საუბარი და ეს გარკვეულ იმედებს სავარაუდოდ აჩენს საომაოდ რა შეიძლება შეიცვალოს რეგიონში სტატუს კვო როგორ უნდა შეიცვალოს. მაგრამ მეორე მხრივ აზერბაიჯანის არ არის ეს უმოქმედოდ არ დგას და ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა. აქამდე თუ ტრამპის პირველი ვადის დროს არსებობდა აბრაამის ხელშეკრულებები და აი საუდის არაბეთის ჩართვა იყო მთავარი მიზანი და ვერ მოესწრო, საუბარი მიდის ბოლო კვირაში ძალიან აქტიურად აზერბაიჯანის ჩართვაში ამ აბრაამის ხელშეკრულებაში და რატომ ერთადერთი მუსლიმური ქვეყანა დარჩა რომელიც უბრალოდ სოლიდარობას კი არ გამოხატავს ისრაელის მიმართ არამედ ძალიან სერიოზულ დახმარებას უწევს და ეს დახმარება ორმხრივია სხვათა შორის აზერბაიჯანს ისრაელი ეხმარება შეიარაღებით ენერგორესურსებით ეხმარება აზერბაიჯანი და ძალიან სერიოზული ალიანსია და უცებ საუბარი იწყება იმაზე რომ შეიქმნას ახალი ტრილატერალური ფორმატი აზერბაიჯანი ისრაელი ამერიკის რომელიც იქნება ახალი დიალოგის ფორმატი ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი იმპულსი ანუ ორივე აქტორი აი ხა რომ გავშალოთ ძალიან საინტერესოა საერთოდ საგარეო პოლიტიკა როგორ იგეგმება ჩვენი რეგიონის მეზობელ ქვეყნებში ძალიან კომპლექსური სტრატეგიები აქვს შემუშავებული როგორც სომხეთს ასევე აზერბაიჯანს. აზერბაიჯანს აქვს კიდევ ერთი შრე თანამშრომლობის ეს არის რა თქმა უნდა აი ეს მუსლიმური ქვეყნების ალიანსი რომელიც ორგანიზაცია არსებობს შესაბამისად ამ ალიანსის გაძლიერება და ყოველთვის ცდილობენ ხოლმე რომ ეს შუა დერეფნის პროექტი წარმოაჩინონ როგორც მუსლიმური ამ ქვეყნების ალიანსის პროექტი რაც ნუ ჩვენთვის გარკვეული რისკების შემცველია ასევე არის განზომილება რეალობა თუმცა რეალობა არის რომ ჩვენ ვართ ერთადერთი ეს ცოტა შედარებით უცხო ელემენტი. ხო ესეც ახლა დღევანდელი არის ამას შეიძლება ჩვენ პლუსად დავინახოთ ისტორია ჩვენი ეგეთია მაგრამ ნუ რეალობა ეგეთია. რეალობა ესეთია. ნუ ჩვენი გეოგრაფია ეგეთია. ამ ყველაფერში ჩვენთვის ყველაზე საინტერესო რა არის? ეხლა შეიძლება რომ ბევრი რომ ვისაუბროთ ჩავშალოთ თავარი 10-მდე მიმართულება აზერბაიჯანის საგარეო პოლიტიკის ასევე სომხეთის დაუშვათ 5 მთავარი მიმართულება ასევე თქვა სომხეთს ერთი რამე დავამატეთ რომ მშვიდობის გზაჯვარედინის პროექტი შეიმუშავეს ეს არის ხო არის ერთი სარტყელი ერთი გზის მთავარი პროექტი ჩინეთის ამაში არის ჩაშენებული შუადერეფნის პროექტი და შუადერეფანში აშენებენ ამ მშვიდობის გზაჯვარედინის პროექტს რომელთაც ცდილობენ პოზიციონირდა რეგიონში როგორც აი ეს მშვიდობის მყოფელი ქვეყანა და სტაბილურობის ცენტრი. ეს PR-სვლაც არის ერთი მხრივ და მეორე მხრივ არის ის რომ ზანგეზურის დერეფანზე მიდის სიფრთხილე რომ იქ რაღაცა სხვა გადათამაშება არ მოხდეს და აი ამ ყველაფერს რო ვაკვირდებით ხო ჩვენ ყოველთვის ვფიქრობთ ხოლმე იმაზე რომ ჩვენ რა დონის მუშაობა გვმართებს და რომ აი ეს საგარეო პოლიტიკა რაც ქონდა აქამდე ხო რაღაცეებზე მონოვექტორული ხო ზუსტად მონოვექტორული ეს რომ უნდა შეიცვალოს აი პროგრამა მინიმუმი არის რომ მულტივექტორული უნდა იყოს საგარეო პოლიტიკა და რასაც თანსდევს გვერდითი ეფექტია უკვე ეკონომიკის დივერსიფიკაცია სხვადასხვა მიმართულებით ვაჭრობა ეს არის პროგრამა მინიმუმი მაგრამ ამის მიღმა არის სამუშაო ძალიან დიდი იმიტომ რომ ჩვენ ახლა ესეთი თავგადადებული მოკავშირე როგორც აზერბაიჯანს ხავს ერთი მხრივ თურქეთის სახით მეორე მხრივ უკვე სომხეთს ყავს საფრანგეთის და ინდოეთის სახით სამწუხაროდ არ ყავს ამ ეტაპზე. ამიტომ ამ მიმართულებით სომხეთის დიასპორა ყავს კიდე. და უდიდესი დიასპორა რომელიც ერთ ქვეყანას უდრის აბსოლუტურად ერთ დიდ ქვეყანას. ის საფრანგეთიც იმიტომ არის დიდწილად განპირობებული რომ საფრანგეთშიც ძალიან სერიოზული ძალა არის ეს. მაგრამ მიუხედავად ამისა ეს სამი ქვეყანა სამხრეთ კავკასიის ესე ვთქვა და რა კავკასიის სამხრეთ კავკასიის მაინც აი სომხეთის და აზერბაიჯანის ურთიერთობაც აჩვენებს იქიდან ჩვენი რომ თითქოს აი საბოლოო კონტური აი არ გამოკვეთილა ესე ვთქვა რომ დალაგდეს აი ეს რა უნდა
ეს შემთხვევითი არ არის რომ ეს დუმილიც და ეს მეცნობა შეიძლება დიდი ზოგჯერ არის ხოლმე დაღან მნიშვნელოვანი გონია და უმნიშვნელო აღმოჩნდება, მაგრამ თქვა რომ არის და თვალი პრესპიკერმა რა როცა კითხეს საქართველოზე ხო ესე ვთქვა არ არის ნუ ახლა ის დანარჩენი დიდი პატივისცემა და სენატორები ხა ცალკე სენატორი და ნუ რაღაცას დებს და ახლა სანქცია და ის მომწონს და ეს არ მომწონს და უპასუხეთ და რაღაცა ეს ყველაფერი იმიტომ რომ ერთი ყველაფერი ეს მიდის რისკენ ცერაცავდა დიდხანს ყველაფერი ვერ გაგრძელდება ეხლა ჩვენი ამბავია სამწუხაროდ რამდენი ადამიანი დაიღუპება უკრაინაში მასში ახლო აღმოსავლეთში თორე უკვე სოფლიოში არის უკვე ტენდენცია რომ უკვე შვიდობისკენ უნდა წავიდეს აი თითქოს დიდ ბიზნეს, დიდ ეკონომიკას მოწყინდა უკვე ახლა ეს ომი რაღაც გადანაწილდა და ახლა ახალი რაღაცა პერიოდით ახლა ადამიანები არ მოვისვენებთ მე რაღაცას კიდე გამოჩხიკავთ მაგრამ რაღაცა უნდა დაალაგდეს ახალი სიტუაცია და აი ამ დაალაგების პროცესში ვარ და თქვენ ახსენეთ დასაწყისში და საფრანგეთის პრეზიდენტი პირველად აზერბაიჯანში 14-15 პირველი ვიზიტი, შემდეგ უკვე სომხეთში თვის ბოლოს სავარაუდოდ რიცხვები არ არის განსაზღვრული. ჩვენთვის ეს უნდა ვიცოდეთ, რომ აი ეს კავკასიური დიდი მშვიდობა თუ შეიძლება სხვას ესე თუ ვაზრუკე, დიდი მშვიდობა და დიდი პერსპექტივა არის აქ ჩვენი ესე ვთქვა ცალ-ცალ რომ თუ გვინდა რომ ამის განვითარება როცა ხდებოდა ეს ესე უნდა იყოს ერთიანი თუ არა და გარეთა ძალი შენ გინდა თუ არ გინდა და ჩვენ პარტნიორი ვიძახოთ მაშინ ეს არის შიდა კონფრონტაცია ასე გაუცილებლად შენი ხელით დიდი იმპერიები გაქცევენ პოლიგონები რა მინდოდა ანუ ეს მულტივექტორულობის საკითხი რო ახსენე მან ან მნიშვნელოვანი იყო მაგ თვალსაზრისით ჩვენი საგარეო საქმეთა მინისტრის ვიზიტი ინდოეთში მართალია საერთაშორისო ფორუმი იყო მაგრამ ნუ შეხვედრა ჯაიშანკართან შედგა ესე ვთქვათ და რაც ძალიან საინტერესოა და მნიშვნელოვანია რა იმიტომ რომ ეს არ არის პატარა ფიგურა კი არა და ნუ ერთ-ერთი წამყვანი დიპლომატია თანამედროვე მსოფლიოს ჩემი შეფასებით ხო და ალბათ არა მარტო ჩემი შეფასებით ეგრეა მე მგონი კისინჯერის კი ამბობდა თავარი ჩემი ტრადიციის გამგზელებელი ნუ ჯაიშანკარი ხო ძალიან საინტერესო კაცია ზოგადად და მაგრამ არის ძალიან მე მგონია ყოველ შემთხვევაში რისკი იმისა რომ ჩვენ მონოვექტორულობაში დავრჩეთ და ვიტყვი ახლა რას გულისხმობ ამ ყველაფერში ხო ჩვენ ძალიან დიდი ესე ვთქვათ ფსონი დავდეთ იმაზე რომ ტრამპის ასე ვთქვათ საგარეო პოლიტიკა შეცვლიდა რაღაცა მოცემულობებს და აი ტრამპი და ტრამპის შეცვლის deep state-ს დაამარცხებს და ასე შემდეგ და ასე შემდეგ ისმის და აი ეს განწყობა ატარებს საკუთარ თავში ამ რისკს რომ ვექტორული საგარეო პოლიტიკოს შევინარჩუნოთ რომ ტრამპი ანუ წინა ადმინისტრაციამ რაღაცეები ვერ ჩაიდინა, ვერ გააკეთა და ახლა აი ახალი ადმინისტრაცია დაალაგებს და შესაბამისად გადავტვირთავთ ურთიერთობებს ამერიკის შეერთებულ შტატებთან და ასე შემდეგ და ისევ იმ ჩამოვეკიდებით მათ გადაწყვეტილებებს საგარეო პოლიტიკაში და ვიმუშავებთ ამ მიმართულებით. ანუ აი ეს მომენტი არ გაქვს ესეთი ხიფათის განცდა იმისა, რომ შეიძლება თქვათ ამან გამოიწვიოს ჩვენში ახალი ილუზიების გაჩენა, რომ აი ახალი ადმინისტრაცია სხვანაირად შექმნას. თუმცა აქ რა თქმა უნდა მეორე მხარეც არსებობს, რომ ტრამპის აი ეს მცდელობები არც თუ ისე სწრაფად წარმატებული. მე არ ვიცი, შეიძლება მაინც გარკვეულ წარმატებებს მიაღწიოს მან ამ თავის მცდელობაში, იმიტომ რომ ასე ვთქვათ, ის რაც ტრამპს ახლა ამ წუთას უნდა, თითქოს პრინციპულ წინააღმდეგობაში არ მოდის რუსეთთან და ასე შემდეგ, ანუ განმუხტვა სიტუაციის, ანუ რუსეთს კი აქვს რესურსი გააგრძელოს ეს ომი უკრაინაში, მაგრამ ნუ მთლიანობაში რო ავიღოთ, მასაც ურჩევნია, რომ მალე დასრულდეს და ახალი ურთიერთობების სანქციები მოიხსნას და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ხო, ანუ პრინციპულ დონეზე წინააღმდეგობა არ არის და მათ შორის ეს განცხადებები რუსეთის მხრიდან რომ არქტიკაში თანამშრომლობისთვის მზად არიან, ახლო აღმოსავლეთ მზად არის შუამავლის როლი ითამაშოს ირანსა და ამერიკას შორის და ასე შემდეგ, ხო? ანუ ეს პრინციპულ დონეზე რაღაცა ურთიერთობების დაალაგებისთვის მზაობა არსებობს. უბრალოდ რაღაც ისენია, რა ქვია მაგას. ძირითადი დეტალები შესათანხმებელი სადრას ვაკეთებთ, ხო? კი, ამიტომ ორი ფაქტორი მგონია, გიომო. ერთი რომ პესიმისტურად ტრამპის მიმართ, იმის თქმა მინდა, რომ პესიმისტურად ტრამპის მიმართ არ ვარ განწყობილი ამ ყველაფერში. მაგრამ ამასთან ერთად ეს მე მგონია, რომ აი ახალი ილუზიების გაჩენის საფუძველი არის ჩვენთვის. პესიმისტურად აბა რეალისტურად საქართველოს ზომის ქვეყანას და ჩვენ არ დავისე ვთქვათ კომპლექსი არ დავიმართოთ და ჰოლანდიაც ესეა და დანიაც ახლა
ესეთი აქ ჩვენ ახლა შეგვიძლია პარლამენტში ინტერვიუ პოლიტიკოსმა მიცეს და გაილაღოს და რაღაცები ლაპარაკოს, ჩვენ საგარეო პოლიტიკას ისეთი მასშტაბით ვერ შევქმნით, ეს ამერიკა ვერ ქმნის ესე რომ და ეს უნდა შევეგოთ ჩვენ სხვა წოდით კატეგორიაში გამოდივართ აბსოლუტურად და ეს არ ნიშნავს ოხჩვერას ისინი ვართ, იმიტომ რომ დიდწილად ჩვენ სოფლიო იმაზე რა ქვია, დიდწილად კი არა, მნიშვნელოვან წილად ვართ, რამდენად სწორად დავინახავთ როგორ დაალაგდება. კი, აი ეგ არის მულტივექტორულობა. ეს ჩვენი ისტორიის მანძილზე რო გადახედოთ ჩვენ შიდა ისტორიით ვამბობ და ისინი ბოროტები იყვნენ, მაგრამ აბა ერთი გეოპოლიტიკურად შევხედოთ, ყოველთვის რაღაც გეოპოლიტიკური პროცესის მონაწილე ვიყავით. აგერ შეგვიძლია შევითავოთ ჩვენ წვიდა დავით დიმიტრი თავდადებული იქ მონაწილეობდა მონღოლურ იმ სიტუაციაში და რო არ გამოვიდა იქ ისე როგორც უნდა მოსულიყო საქართველოს, იმიტომ მოუწია თავის დადება, ოღონდ სხვას კი არ აგებინა პასუხი თვითონ დადო. და ესე იყო ყოველთვის. და აქაც რატომ გითხრა? ჩვენ რა ვლაპარაკობთ ეს 5 პუნქტი და ეს რო არის. ახლა ჩვენთან ეს ტაბუირებული თემა რელიგიის დონეზე იქცა, ხო, ნატო, მაგრამ როდესაც თქვენ ახალგაზრდებით ირაკლი წერეთელი ამბობდა სულ განუწყვეტ მიტინგს არავთავრებდა რომ ნატოში უნდა შევიდეთ ქვეყანაო და მაშინ ბევრს ეცინებოდა და ეს არასერიოზულად ჩანდა თითქოს ჯერ ახალი თემა იყო ეს იძახდა მე ყველა სახსოვ ჩემთაობას ერთი ჯიუტად იძახდა ირაკლი მარტო ამას მაგრამ როგორც კი ის დასავლეთიდან გამოვიდა ეს რეალობად რატო იცი ამიტომ კი არა ჩვენ გვინდოდა ეგრე გინდოდეს ახლა მაშინ მოდი ვიძახოთ ახლა ყველა გავხდეთ მილიონერები ხო ვერ გახდები როდესაც წამოვიდა იგივე ამერიკიდან და ევროპიდან იმპულსი რომ ჩვენ შეგვიძლია მიგიღოთ ნატოში მე ამას შეიძინა რეალური ამბავი ეს იგი ილუზია კი არ იყო ეს იყო აი ესე მიდიოდა ხო იგივე 2008-მდე და თუ ეხლა მე ისე ვკითხვას ვამბობ თუ ეხლა უკრაინის საკითხი გადაწყდა ამ მიმართებაში ანუ ეუბნება აქ რა არის რომ მე და შენ აღარ ამერიკა და რუსეთი რომ აი აქ არ გვაქვს სადაო მე მგონია რომ ეს მექანიკურად გამოიწვევს არა იმას რომ ჩვენ ხეს სულელად შელიაბილში გაიღვიძებ რაღაცას ეს აქტუალობას დაკარგავს კავკასიაში ნატოს თემა და აქტუალობას კი არ დაკარგავს შენს უნდა მიხვდებით რომ გეტყვიან რომ თორე უკრაინასაც უნდა მაგრამ უკრაინაც კი ეგუება ხო შენს მოგიწევს ამას შეგუება და მიფიქრე სხვათა შორის ფინეთის საკითხით შეიძლება ნაკლებად აქტუალური ესე, მაგრამ ფინეთის საკითხით შეიძლება დადგეს, იმიტომ რომ ჩვენ ერთმანეთს აღარ ვიყოთ მიწებებული. ხო შეიძლება ეს თავისთავად და მე ამას უყურებ ეს უკვე დალაგების თემაში. ანუ აქ ის კი არ არის, აქ დიდი საკითხები უნდა გადაწყდეს, რაღაცა რომ ჩვენ დავინახოთ რა მიმართულებაში ვართ. სადვართ ჩვენ როგორ სადვართ, ამიტომ ეგ არ არის მარტო ჩვენი გადასაწყვეტი. მე მაგას ვამბობ, როცა ვამბობ მულტივექტორულობაზე, ამ შემთხვევაში რა თქმა უნდა არ გულისხმობ იმას, რომ შენ პატარა სახელმწიფო შეგიძლია, ვთქვათ, რაღაცა თანაბარ დონეზე ელაპარაკო ისეთ გიგანტებს როგორც ინდოეთია, ჩინეთია, რუსეთია, ამერიკა და ასე შემდეგ. რა თქმა უნდა მაგას არ გულისხმობ, ხო და არ გაგითვალისწინებენ. ბუნებრივია რომ არ გაითვალისწინებენ შენს ინტერესებს ისე როგორც ვთქვათ ერთმანეთის ინტერესები შეიძლება გაითვალისწინო. მაგრამ აქ მულტივექტორულობის საკითხი არის თავარი ის რომ ერთი რომ კარგად გესმოდეს შენი ინტერესები, შენ რა გინდა, შენ რას გინდა რომ მიაღწიო და მეორე როგორ არის ამ ინტერესების რეალიზება შესაძლებელი იმ პროცესში რომელიც მიმდინარეობს, ხო? ანუ არა ერთი მხრიდან უყურებდი ამ პროცესს, ერთის პერსპექტივიდან, ანუ ერთი მოთამაშის პერსპექტივიდან ხედავდი ამ პროცესს, არამედ დანარჩენების პერსპექტივიდანაც ხედავდი და აი ამ პერსპექტივებს ითვალისწინებდა შენი ინტერესების ფორმირების პროცესში, იმიტომ რომ სხვაგვარად შეუძლებელია, ანუ შენ რა თქმა უნდა ვერ იქნები ისეთი მოთამაშე როგორც ისინი არიან, ეს ილუზია და მეტიც ამ ჩვენ ახლა პირობითად რომს გავაკეთოთ ამიერკავკასიული რაღაც ერთიანი სახელმწიფო გავაკეთოთ, მაინც ვერ ვიქნებით იმ წონის მატარებელი მოთამაშე, რომელიც შეიძლება საერთაშორისო პოლიტიკაში იყოს რაღაცა დონეზე გათვალისწინებული, ხო? მაგრამ თლიანობაში აი ეს კორექტირება შენი მოქმედებების იმის მიხედვით, როგორ ლაგდება დანარჩენის ურთიერთობები და არა მხოლოდ ერთი როგორ ხედავს ამ სამყაროს, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი მე როგორც მესმის აი ამ პროცესში აი ამ მიმდინარე მოვლენების დროს რა ხო, გეთახმები მაგნაწილში ერთადერთი რაშიც მგონი ოდნავ ავწდით, ეს არის რომ მე მგონია რომ ეხლა ოცნება რასაც აკეთებს, ხო, მართველი გუნდი, ეს არ არის ის რომ ოპტიმისტური და იდეალისტური მოუდინები შეიქმნას მაინც და მაინც ტრამპის და ფსონი გაკეთეს იმაზე. ანუ აქ მაინც მოზომილი რიტორიკა ბოლო პერიოდში განსაკუთრებით შეინიშნება ეს უკვე რომ ზირა აი deep state-ს თუ დაამარცხებს, მაგრამ არ უჩანს ესეთი პირი რომ deep state იმარცხდება შესაბამისად სავარაუდოდ ეს პოლიტიკა არ გადაიხედება და აი ეს რიტორიკა იმაზე მიუთითებს რომ ზაობა სავარაუდოდ იმისთვის უკვე არსებობს რომ
მაინც შეიძლება დამოკიდებულებები არ შეიცვალოს და არ გადაიხედოს და შესაბამისად შენ უნდა ადაპტირდე ამ რეალობასთან. ერთი ეს არის და მეორე, შენ გინდა თუ არა ამაზე უკვე აღარ არის არაფერი დამოკიდებული, გინდა თუ არა მულტივექტორული საგარეო პოლიტიკის გატარება თუ არა, ამას არავინ აღარ გეკითხება. შენ თუ გინდა რომ გადარჩე და პირველადი ამოცანა თითოეული სახელმწიფოზე გადარჩე, მოგიწევს. თუ რეგიონში ამას ყველა აკეთებს და აბსოლუტურად მთელი აზიის ქვეყნები მთლიანად ამ საგარეო პოლიტიკის ვექტორზე არიან გადართულები და ყოველთვის მიყვარს ხოლმე ვიეტნამის მოშველიება. ვიეტნამის საგარეო პოლიტიკა არის ერთ-ერთი უნიკალური და სანიმუშო იმისა თუ როგორ შეიძლება სამ ძალაუფლების ცენტრთან ერთადერთი ქვეყანა ამგონი მსოფლიოში, რომელსაც ჩინეთთან, რუსეთთან, ამერიკის შეერთებულ შტატებთან სტრატეგიული თანამშრომლობის ხელშეკრულება გაფორმებული და ლავირებს ისე რომ ამ ყველაფერს მერე თავის ეკონომიკის გაძლიერებას ახმარს აი ამ ურთიერთობებს, ხო? ესე სამივესთან არის ნაუმარი. და ძალიან ვაჟკაცურად არის ნაუმარი ეს ვიეტნამი და აი ესე იგი ქვეყანა რომელიც აჩვენა წარმოუდგენელი მაგალითი ჩვენ ეს არ გვიყურე როგორ უნდა იომოს თითოეულ ადამიანმა და მიწის ქვეშ და ეს წარმოუდგენელი აი მაგარი ხალხი ძალიან და უნიჭიერესი ხალხი ჯერ აჩვენეს ომის ეს ნიმუში ძალიან დიდი მაგალითი ეხა დიპლომატიაშიც აჩვენებენ იგივეს რომ თურმე შეიძლება დიპლომატიურად ძალიან ანუ ეს ჩვენზე აღარ არის დამოკიდებული შენ თუ გინდა რომ გადაჭი და რეგიონში რაღაცა პოზიციონირება დაიწყო და შედარებით მაღალ ლიგაში გადახვიდე მე მგონია რომ აქ არის მაინც რაღაცა მეთოდები საგარეო პოლიტიკის ხრიკები რომლითაც შეიძლება ცოტა უფრო უნიკალური ნიშა დაიჭირო როგორც რეგიონში ასევე დავუშვათ უფრო საერთაშორისო არენაზე ეხლა რასაც შვებიან ბუნებრივი მომენტით არის გასარგებლები და მაქსიმალურად დამოუკიდებელ პოლიტიკას ატარებენ და უნდა მივიდეთ იმ მომენტამდე, როდესაც დიდი გადანაწილება რო დაიწყება, რომ იქ ჩვენი ადგილი ვიპოვოთ. მანამდე არ უნდა შევხვდეთ ესე ვთქვათ რაღაცა რომელიმე ცეცხლის ქვაბში, აი რაღაცნაირად რომ აი უნდა მივიდეთ, იმიტომ რომ ჯერ არ არის ჩამოყალიბებული მსოფლიო თვითონ, აი ეს უნდა ვიცოთ, აი ჩვენ აი როგორ ვითარება ეს უნდა დააკვირდე მულტიამას გულისხმობს, არ არის ხა ჩვენ ესე ვხედავთ, ხო აი რაც გავარჩიეთ, ეს არ არის, იქ არ არის გადაწყვეტილი, იქ არ არის გადაწყვეტილი, აქ არ არის და შენ დღეს ახლა გამოაცხადო ეს ის ხო არ არის ვეფხისტყაოსის ეს სიყვარულის მოტივი რომ ახლა თქვა რომ ეს ერთი და მეტი მხოლოდ შენ ერთს რო დაიწყოს იმღერა არ არის ესე, იმიტომ რომ შენი ამოცანა თუ არის შენი გადარჩენა არის და აი აქ ჩვენთან ცოტა არის რო თქვა ცუდი მითქი არ გეუბნები და კარგი გაგებით მაგრამ არის სხვადასხვა ინტერესები რო ჩაგაგონებს იქით გიზამს და ჩვენ თუ აი ამ გემზე ვარ და ჩვენი საერთო ინტერესები გვაქვს ჩვენ უნდა რაღაცნაირად მივიდეთ იმ მომენტამდე და მერე უნდა ეს არის ჩვენი ამოცანა ესე იყო ისტორიულად და ორი მიმართულება რას თქვენ ამბობთ ერთი ჩვენ დიდ დაპირისპირებებში გადარჩენის ხელოვნებით ვიყავით ჩვენ არ ვიყავით დიდ დაპირისპირებაში ჩვენ უნდა გავხდარიყავით რაღაც პირაპირ იმპერია შევწმოდით და მაშინ ვიქნებოდით იმპერია საქართველოს ახლა რამდენიც არ ვიხდო იმპერიული განვითარების გზით არ წავიდა თორე პატარა ქვეყნები მოждდომიან ხოლმე თავზე დიდ გაერთიანებებს და იმპერიის გავხდარა და ჩვენ წავედით ჩვენი ამის შენარჩუნების გზით ესე იგი ეს არის ჩვენი გზა ხო თუ ეს გვინდა უნდა რაღაცნაირად ვეცადოთ რომ და გავითვალისწინოთ და რეალობა რო შეიქმნება აი იმ რეალობაში თან შეეჯამი ხო, აი ორი მიმართულება ერთი არის რასაც ოპტიმისტური კი, ნუ ოპტიმისტური გამოვა მთლიანობაში. ერთი არის ახლა ვიცით რა რჩევებს გარდამავალი პერიოდია გეთანხმებით და სანამ კონტურები გამოიკვეთება დაკვირო ეს არის პრევენციული მუშაობა რომ შენ ყველაფრის საქმის კურსში ხარ აკვირდები მუდმივად მოვლენებს იცი ყველგან რეგიონში რა ხდება გლობალურად და იღებ გარკვეულ პრევენციულ ზომებს ეს არის ერთი ხაზი მეორე ხაზი რაზეც ჩვენთან არ მიდიოდა საუბარი მაგრამ იმედი მაქვს რომ ახლო მომავალში დაიწყება უკვე საუბარი ამის მიღმა შენ რისი შეთავაზება შეგიძლია აი ეს პოზიტიური ალტერნატივები რისი შეთავაზება შეგვიძლია და აი ორი სიტყვით რომ დავამატო ამ გზაზე სანამ ახლა მარტო საგარეო პოლიტიკაზე საუბრობ ჩვენ მაგრამ შენ ახსენე ეროვნული ინტერესები აი ეს ეროვნული ინტერესების გარკვევაში ძალიან დიდი როლი აქვს სხვათა შორის იმ პროცესს რაც დღესდღეობით საქართველოში მიდის კომისიის ამბობს გულისხმობს საგამოძიებო კომისიის ამბობს ეს ხდება რომ ის ფალსიფიცირებული ისტორია რაც ჰქონდა და რაც ტაბუდადებული იყო და რაღაცებზე საუბრის უფლებაც არ ჰქონდა ამის გადახედვა მიდის ამან ძალიან მნიშვნელოვანი როლი შეიძლება იქონიოს და მე მგონია რომ ისტორიული და ეპოქალური პროცესია აი ამ გამორკვევაში თვით გამორკვევაში რომ რეალურად ჩვენი ინტერესები რა არის რეალურად რა გამოვიარეთ ახლა სავდგავართ და მაშინ როგორი უნდა იყოს ჩვენი ადგილი თანამედროვე სამყაროში. სულად გეთანხმები და აი კარგი და ერთ რამეს მივამატებდი მარტო აი გიდა ჭალებში ჩასვი და გიდა ჭალებში მე ხა კიდე ერთხელ ვუყურებ რომ საბოლოოდ განათლებასთანაც მივდივართ ეგეთი საკითხია და საერთოდ ისტორია ცნობის მოყარების საკითხი კი არ არის აი მეგობარი ჩემეორე ყმაწვილი უნდა გურამიშვილის ფრაზას გეუბნა ყმაწვილი უნდა სწავლობდეს საცნობლად თავისადაო ვინ არის სიდამ მოსულა სად არის წავა სადაო აი მე მგონია რომ
ამ ახალგაზრდების ვართ გადაჭრაც არიან სიმბოლურად ქვეყანას ბოდიშის პოტარატო ეკუთვნის მართლა, იმიტომ რომ ესენი დარჩნენ ეს ახალგაზრდები ამის გარეშე. მათ არც სკოლაში როგორ ჩანს რომ გადავხედეთ და ესე მიტოვებული არც ვინ არის აუხსნეს კარგად, არც სად არის, არც სიდან მოვდივართ, არც სად უნდა წავიდეთ და ესე არ არის ბატონო და ესე არის იქვე უწერია უხურთომოს პილოს გავსო ჭკვიანი კაციო და ნიჭიერება კი კარგად თუ არ გალესე кайფოლადი იქნება ბლაგვი და ეს არის ამბავი ეს არის ახლო ისტორიაშიც იმ ისტორიაშიც გრძელ ისტორიაშიც და უყურებ ეს ნამდვილად არის დიდი პატივისცემით ამ ახალგაზრდების მიმართ აი ეს ხედვები არის და მithumetes ესე რომ გატყუებე და ილუზიაში რო ხარ შექმნილი ილუზიაში რომ მოგაქცევენ აი ეს არის თავისთავად ძიმე და ეს არის გამოსასწორებელი ძალიან მალე და ძალიან საჭირო თორე ეს არაფერი არ გამოგვივა. თორე ავწდებით ერთმანეთს, აი ვერ გავაგებინეთ ერთმანეთს რაზე ვლაპარაკობთ. უნდა დავასრულოთ მეგობრებო, მადლობა ლუკა როიკო. მადლობა ამ განხილვისთვის და შევხვდებით ერთმანეთს უკვე. საკითხები როცა კიდე შევხვდებით. რა თქმა უნდა და რაღაც პერიოდულობით განგვიახლებს ხოლმე რაღაცა ინფორმაციებს ლუკა იმედი გვაქვს. შევხვდებით ერთმანეთს უკვე შემდეგ პოდკასტში.